მოგესალმებით, ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა 360 გრადუსი. მართალია ეს გადაცემა ემა ტუხიაშვილს მიყვავს, თუმცა დღეს მე წავიყვან მის მაგივრად, თუ რატომ არ არის ემა გადაცემაში. ამის შესახებ თავად ემა მოგიყვება, რომელიც ჩაგვერთვება ახლა, მოგიყვებათ, ემა გამარჯობა. გისმენ რა ხდება შენს თავს, რატო ვერ მოაღწია რედაქციამდე? მერაბ მოგესალმებით შენს და მივესალმებით 360 გრადუსის მაყურებელსაც. ესე იგი 10 წელია მიმყავს ეს გადაცემა და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვერ შევძელი გადაცემაში მოსვლა საცობის გამო. ზუსტად 7-ის ნახევარზე გამოვედი სახლიდან, დიდი დიღმიდან და 2 საათი გავატარე ამაშენებლის ხეივანზე. ეხლა ამოვედი გოთუას ქუჩაზე და აქაც მოკლედ ნელა, მაგრამ აქ კიდევ შესაძლებელია გადაადგილება. 2-3 საათის განმავლობაში გადატვირთული იყო მოძრაობა თბილისის არაერთ ქუჩაზე და სოციალური ქსელები ამ ინფორმაციით არის ფაქტობრივად გადაჭედილი. ყველა წერს, რომ 2-3 საათის განმავლობაში ფაქტობრივად იდგნენ, ესე იგი, გაუნძრევლად და არ შეეძლოთ გადაადგილება და საცობი იყო თითქმის ყველგან, როგორც დიღმის ტერიტორიაზე, ისე სადგურის მოედანზე, ასევე საბურთალოს ტერიტორიაზეც. არ ვიცი, ხო გეუბნები, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მე სამსახურში უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოვედი იმის გამო, რომ იყო გაუსაძლისი გადაადგილება ტრანსპორტით თბილისის ქუჩებში. ამ დროს არც ქარია, არც წვიმაა, მერაბ არც თოვლია და მოკლედ ასეთ კარგ ამინჩიც კი ჩემსავით გლდანში რო ცხოვრობ და გეტყოდი, ჩემსავით მეტროთი არ ეთქვა, მაგრამ დიდი ღომში მე მგონი ავტობუსი ხო დადის მაინც კაც. თუდად მესმის ჩემი ხმა. დიდი ღომში ავტობუსი მაინც ხო დადის მეთქი. თუ არ ავტობუსიც არ დადის. ავტობუსი დადის, მაგრამ ავტობუსი ცაცობში იდგა, იმიტომ რომ ყველგან არ არის მოგიხსენება ბასლაინები და იქ სადაც უწევს გადაადგილება სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან, ავტობუსი არ არის დღევანდელ თბილისში გადაადგილებისთვის სტრაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასე რომ ველოდებით სხვათა შორის დაგვპირდნენ, რომ მეტროს გაგვიკეთებენ მიწისზედა მეტროს დიდი დიღმის მოსახლეობას, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტში არ ყოფილა ამისთვის ხარჯები გათვალისწინებული. ასე რომ მომავალი წლის ბიუჯეტში სამგორი რუსთავის მეტრო უნდა გააკეთონ, ჯერ 10 წლის წინ რომ დაგვპირდნენ. მაგრამ კარგით ემა, ნუ რას ვიზამთ, ასე გამოვიდა რომ საცობის გამო მე მიწევს. მაგრამ ნამდვილად ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოვახერხეთ ეს გადაცემაში ყოფნა. კი ბატონო, ასე გამოვიდა რომ საცობის გამო მე მიწევს, ემას მაგივრად ამ გადაცემის საყვა და დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება, როგორც ჩანს კახა კალაძეს უნდა მოვთხოვო. მანამდე კი სალომე ჯაფარიძეს დაუკავშირდებით ჩვენს კორესპონდენტს, რომელიც იმყოფება მარშზე. მარში, რომელიც თესეუდან დაიწყო, თესეუს პირველი კორპუსიდან და ეს მარში არის მათე დევიძის დაკავებასთან დაკავშირებით, იცით რომ ერთი წელია მათე დევიძე უკვე საპყრობილეშია და სწორედ მის მხარდასაჭერად გაიმართა ეს მარში. სალომე ჯაფარიძეს მივესალმები. სალომე, სად იმყოფებით ახლა და რო გვითხრა, მანდ რა განცხადებები კეთდება? ყველა ადამიანი ვინც ახლა მანქანებით მოძრაობს სახლებში და ასე შემდეგ ეს ხალხი შეეხარეს. მე ამ წუთებში ვარ მალექიშვილის გამზირზე, სადაც სულ რამდენიმე წუთია და თესეუს ლექტორი ქეთამან ხუსკივაძე და აშმა გასაკვირა სამინისტრო სულობა ხედავთ, აი განახებთ რა ხდება გამზირზე, იმისათვის რომ სრული წარმოდგენა გქონდა, რაზე ვსაუბრობთ. აშმა გასაკვირა სამინისტრო გადაწყვეტა, რომ არ მისცეს საშუალება აქციის მონაწილეებს, რადგან მათი განცხადებით გოგა მემანიშვილმა ისაუბრა მედიასთან და თანამ არ არის შესაბამისი მოქალაქეების რაოდენობა ადგილზე, შესაბამისად არ მიეცათ მათ საშუალება, რომ გადაეღებათ გამზირი. ეს განმარტება გაჩნდა უცხოეთის მხრიდან, ამის შემდეგ უკვე მოქალაქეებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მათე დევიძის მხარდასაჭერად უკვე ტროტუარით განაგრძეს მსვლელობა, თუმცა როგორც გითხარით, ქეთამან ხუსკივაძეა დაკავებულთა შორის. ამაზეც მოვისმინეთ განცხადება, როგორც ჩანს, გოგა მემარიშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში აქციის მონაწილეებმა მიაყენა სიმღერის შეურაცხყოფას სამართალდამცავებს და ხედავთ დაკავების მანქანებს და გერგი ვანახოთ რა ხდება ზოგადად გამზირზე და რა ვითარება არის. ხედავთ რამდენიმე დაკავების ავტომობილს. წესით ეს საპროტესტო აქცია არის მათე დევიძის მხარდამჭერი, რადგან 1 წლის წინ დააკავეს 21 წლის ბიჭის შემდეგ უკვე ყველა იმ ადამიანის, რომლებიც არიან ახლა სამფრობილეში. ნანა მალაშვილიც არის ადგილზე და მოდი გადავალ კითხავ მას.
გამარჯობა. პირდაპირ ეთერში ვართ. რა მოხდა რომ მოუყვეთ მაყურებელს დღევანდელი აქცია რა სამსახურებოდა და შემდეგ უკვე რა ფორმა მიიღო ამ სვლელობა? Ჩვენ გადაადგილების გამოხატვის უფლებას თვითონ არ ღვევენ კანონს, აბსოლუტურად კონსტიტუციური უფლება გვაქვს იმისა, რომ გავაგრძელოთ ამ რაოდენობის ხალხით მარში, მაგრამ ვაჩერებენ ტროტუარებზე, გადავყავართ ტროტუარებზე, სადაც უამრავი ადამიანი მოძრაობს და პლუს, რასაც თვითონ ხშირად საუბრობენ, რომ მოძრაობას უშლით თურმე ჩვენ ხელს, თვითონ უშლიან ხელს, თვითონ ქმნიან ამ სიტუაციას. არ ვიცი, ველოდებით, იმედია რაღაცა გაიღვიძებს მათში ან არა და არ ვიცი ნახოთ რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ ადგილზე. ნანა მალაშხეას უსმენთ პირდაპირ ეთერში და ვხედავ რომ აქ არიან მათ შორის პატიმრების ოჯახის წევრები. გამარჯობა ბატონო ზურაბ, როდესაც გითხოთ რას ემსახურებოდა წესი დღევანდელი აქცია და რა ფორმა მიიღო აი ამ დღევანდელი აქცია ვიცით რასთან დაკავშირებითაც არის ათედევიძის დაპატიმრებიდან 1 წლის თავია ასეთი დღეებში ჩვენ პროტესტი რეალურად ყოველთვის ვცდილობთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოუყაროთ თავი რაც შეეხება აქ არსებულ სიტუაციას ეხლა პოლიცია თვითონ ქმნის აი ისეთ სიტუაციას რომ ადამიანები წესიერად ვერ გადაადგილდებიან ქუჩაში რა ვნახეთ პოლიციის უკან მიედინებიან ადამიანები, როცა ფეხის სავალ ნაწილზე უნდა დადიოდნენ და თვითონ ქმნიან ამ სიტუაციას დავალებებს ვერ გებულობენ, ვერ ხვდებიან და არასწორად ასრულებენ და ჩვენც დაველოდებით ნახავთ როგორ გამთარდება მოვლენები. ბატონო გოგა, პირდაპირ ეთერში ვართ, რომ გითხრათ რატომ მოხდა გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა სამართალდამცავების მხრიდან და ვინ დააკავეს? სათხედავთ აბა გზას დაკეტეთ. სათხედავთ მე გზას. არა, მონაწილეები ამბობენ რომ არ ეძლევათ საშუალება რომ გადავიდნენ გზის იმ ნაწილზე. რომელ ნაწილზე? მანქანების სამოძრაო ზოლია და მოძრაობს ავტომანქანები, ჩვენი საპატრულო ავტომანქანები და მოქალაქეებს. სათხედავთ გზას დაკეტებს. არა, სხვა რამეს ვამბობ. აქციის მონაწილეებს სურდათ რომ მსვლელობით გადმოსულიყვნენ მელიქშვილის გამზირით სრულად. არ მიეცა საშუალება და ამბობენ რომ არის შესაბამისი რაოდენობა მოქალაქეების და ასევე ვიცით რომ დაკავებულია ერთ-ერთი აქციის მონაწილე. აი ამის საუბარზე რომ მოუთხოთ მაყურებელს. კი, ერთი აქციის მონაწილე დაკავდა, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენა პოლიციის თანამშრომლებს. რაც შეეხება რაოდენობას საკმარის რაოდენობა არ არის გზაზე რომ იმოძრაონ, შესაბამისად განთავსებული არიან ტროტუარზე და მოძრაობენ კომფორტულად სხვათა შორის. არანაირი პრობლემა არ აქვს, შეფერხება არ აქვს, გადაადგილდება. ბატონო და ასევე თუ მიეცემათ საშუალება მათ რომ გადავიდნენ გზის მეორე ნაწილზე. არც შემთხვევაში არ მიეცემათ. კი ბატონო, მოვისმინეთ გოლგა მემანიშვილის კომენტარიც, როგორც ამბობს და მოგიყევით შინაგან საქმეთა სამინისტრო, არ არიან მოქალაქეების შესაბამისი რაოდენობა მათი განცხადებით, ხედავთ საპროტესტო აქციას, სადაც მოქალაქეები თავის მხრივ ელოდებიან შესაბამის უფლებას, რომ გადაიკეტოს გამზირი, რადგან როგორც ამბობენ, არ ყოფნის აი ეს სავალი ნაწილი მოქალაქეების გადაადგილებას და ველოდებით მოვლენების განვითარებას, თუმცა ხედავთ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უარზეა და ამბობს რომ შესაბამისი მოქალაქეების რაოდენობა დღევანდელ საპროტესტო აქციაზე არ იმყოფება. მადლობა სალომე ჯაფარიძე, ჩვენი კორესპონდენტი გვერდთვებოდა. როგორც იცით, მიმდინარეობს საპროტესტო აქცია მათე დევიძის მხარდასაჭერად 1 წელი შესრულდა მისი დაპატიმრებიდან და დღეს როგორც ყოველთვის რუსთაველის გამზირზეც იქნება აქცია და შემდეგ ბოლო დღეებში როგორც დამკვიდრდა იქიდანაც მარშით წავლენ აქციის მონაწილეები. ჩვენ სალომე ჯაფარიძეს კიდევ დაუბრუნდებით. მანამდე კი ვისაუბრებთ კიდევ ახალ შეზღუდვაზე, რომელსაც ხელისუფლება აწესებს. იცით რომ თითქმის ყოველ დღე ახალი შეზღუდვებში ვიღვიძებთ. იცით რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში ეს ეხებოდა ემიგრანტების თემას, რომ მიგრანტებს ფაქტობრივად შეუზღუდეს არჩევნებში მონაწილეობა. ეხლა გახდა ცნობილი, რომ ის ადამიანები ვერ მიიღებენ მონაწილეობას დამკვირვებლებად არჩევნებში, ასევე საარჩევნო კომისიების წევრებად, ვინც ოდესმე დაჯარიმებულა, მაგალითად ქუჩის გადაკეტვის გამო. ასევე როგორც იცით, სასამართლოში ბევრი შეზღუდვა დააწესეს ბოლო დროს, საკუთარი მიღებული კანონებიც კი უკან წაიღეს. იცით, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს სასამართლოში იყო გადაღება აკრძალული და ამაზე მთელი ამბავი ქონდა ოპოზიციას მაშინ ატეხილი და მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც დღეს ქართულ ოცნებაში არიან. ქართულ ოცნებამ დიდი ზარზეიმით გვამცნო, რომ სასამართლოში კამერები დაბრუნდებოდა და სასამართლოს ხმობების გადაღება იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ დღეს როგორც იცით, ეს უკვე აკრძალეს და თავად დაუბრუნდნენ ნაციონალური მოძრაობის დროინდელ კანონმდებლობას, თურმე აღმოაჩინეს, რომ კარგი ყოფილა, როცა სასამართლოში ჟურნალისტებს კამერით არ უშვებენ, მაგრამ დღეს ნაციონალური მოძრაობის დროისგან განსხვავებით, ყველა მობილური ტელეფონი კამერაა უკვე და ასე შესაბამისად მობილური ტელეფონებით იღებდა ხალხი მანდატურებს
უწევდათ რომ ედევნათ ადამიანებისთვის ვინც დარბაზში შედიოდა რომ მობილურითაც არ გადაიღოთ რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე და შესაბამისად კიდევ ერთი ნაციონალური მოძრაობის დროინდელი პრაქტიკა დააბრუნა ქართულმა ოცნებამ უკვე სასამართლოში მობილურების შეტანას კრძალავს. თავიდან ადვოკატთა ასოციაციას დიდი იმედი ჰქონდა რომ ეს ადვოკატებზე მაინც არ გავრცელდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ადვოკატებზეც ვრცელდება. დღეს დიმიტრი გვიტიშვილმა გითხრა იუსტიციის საბჭოს წევრმა რომ ნურას უკაცრავად ადვოკატებიც ვერ შეიტანენ მობილურს და ლეპტოპებს სხვამათა დარბაზში, რადგან ლეპტოპებსაც კამერა აქვს და შეიძლება რამე ჩაწერონ და გადაიღონო. ეხლა ადვოკატთა ასოციაციამ ცოტათი გამოიღვიძა აგერ დავით ასათიანის კომენტარი შემხვდა, რომელიც ამბობს, რომ კაცრად მოვთხოვთ ხელისუფლებას აგვიხსნას რაშია საქმეო. ზოგი ადვოკატი ამბობს, რომ არ შევა საერთოდ სასამართლო პროცესზე, მაგალითად ნიკა სიმონიშვილმა დაწერა პოსტი, რომ საერთოდ არაპირებს შევიდეს სასამართლო პროცესზე, თუ მას არ მისცემენ მობილურის და ლეპტოპის შეტანის უფლებას. ჩვენ შევეცდებით ნიკა სიმონიშვილსაც დაუკავშირდეთ, მანამდე კი ეკა ბესელი არის ხაზზე, რომელიც ადვოკატია თავისი პირველი პროფესიით. მივესალმებით მას, გამარჯობა, გაბატონო ეკა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და თქვენი შეფასება ამ შეზღუდვასთან დაკავშირებით. მე რა მოგესალმები, მივესალმები მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მე ჩემი პირველი და მთავარი პროფესია არის ჩემი ადვოკატობა და უფლებების დაცვა, ამიტომ ამ პროფესიის ერთგული რჩები ყოველთვის და ყველგან და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ძალიან ცუდი ცვლილებაა, ეხლა და ძალიან სახიფათო. მე ეხლა ცოტა ხნის წინ დავწერე საჯარო პოსტი და ვაპირებ, რომ ამ საკითხზე მათ შორის ადვოკატებსაც მოუწოდო, რომ თუ ამ დაშვებას გააკეთებს კანონი და გაავრცელებს ამ აკრძალვას ადვოკატების მიმართ, რომ ისინი დარჩნენ ტელეფონების და ტექნიკური საშუალებების გარეშე სასამართლო დარბაზში, დიახ, არ უნდა შევიდნენ ადვოკატები სასამართლოს ხდომებზე, ვიდრე არ მოხდება ამ ინკვიზიციური და უფლებების დამრღვევი და შემლახავი კანონის უკან წაღება. მე მახსოვს ის პერიოდი ადვოკატი ვიყავი და სასამართლოში როცა შევდიოდი წინა რეჟიმის დროს ტელეფონებს გარეთ ტოვებდით და ძიმედ მახსოვდა ეს პროცესი და ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი 2013 წლიდან, როდესაც ჩვენ შევცვალეთ და ეს აკრძალვა გავაუქმეთ და მივიღეთ ცვლილებები, რომელთაც სასამართლო დარბაზი გავხსენით და ამავე დროს ასეთი დისკრიმინაციული აკრძალვები გავაუქმეთ. ამიტომ ჩემთვის ეს ასმაგად უფრო მტკივნეული თემა და ძალიან კატეგორიული ვიქნები და მინდა ყველა ადვოკატს უთხრა, რომ უნდა იაქტიურონ 10,000-ზე მეტი წევრი ყავს ადვოკატთა ასოციაციას, რომელსაც ეხლა ქონდა 20 წლის საიუბილეო თარიღი და ეს თარიღი არ არის ციფრები, ეს არის ისტორია და ესეთი მასშტაბური პროფესიული გაერთიანება არ არის ქვეყანაში და ეს ძალიან დიდი ძალაა, ამიტომ ადვოკატებს შეუძლიათ ძალიან ძლიერი ზეგავლენა მოახდინონ ამ მანკიერ და ძალიან სახიფათო გადაწყვეტილებაზე. მეორე და უბრალოდ პირველი რაც მინდოდა მე თქვა მათედევიძის სოლიდარობით მინდოდა დამეწყო, თუმცა ზუსტად მათეს საქმესაც და სხვა უკანონო და პოლიტიკური პატიმრების საქმეს ეხება. მერაბ დაბნელებული სამართალი და დაკარგული მართლმსაჯულება, ამიტომ მინდა უსურვო მხნეობა, გამძლეობა და თავისუფლება ყველა პოლიტიკურ მძევალს. ნუ დღეს არის სიმბოლურად მათედევიძის დაკავების 1 წელი და ამიტომ ეხლა ჩვენც ეხლა პარალელურად მუშაობდით მათ შორის მის და სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე, იმიტომ რომ 28 ნოემბერს გვინდა რომ პრეზენტაციის მეორე ნაწილი გავაკეთოთ, სადაც ამ პოლიტიკურ საქმეებს მიმოვიხილავ და მათ შორის შევაჯამებთ ამ ერთწლიან პერიოდს. ვითარება საკმაოდ რთულია და დღე ვხედავ, აი მგონია რომ დასრულდა ეს საშინელი კანონების მიღება და ყოველ დღე ვხედავ როგორ უარესდება კანონმდებლობა და ყველა ის კარგი ცვლილება, რომელთაც ჩვენ თავის დროზე
2012 წლიდან დავიწყეთ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. დღეს შეხვდა ასევე ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსსაც ცვლიან, გვახსოვს, ამაზეც დიდი ამბავი იყო, როცა ნაციონალურ მოძრაობამ მართლმსაჯულება 12 წელზე ჩამოწია 14 წლიდან და ოცნება როგორც კი მოვიდა, ისევ 14 წლამდე აწია. მერე ნუ ეს გახდა პრობლემა, იმიტომ არასრულწლოვანები მართლაც ჩადიან დანაშაულს და დღეს გახდა ცნობილი, რომ რაღაც ალტერნატიულ, ასე ვთქვათ, ალტერნატიულ ნაბიჯებს მოიგონებს ქართული ოცნება იმისთვის, რომ არასრულწლოვანებს შეახოს. მათ შორის 14 წლის ქვემოთ ყოფ ადამიანებს, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ნუ ეს იქნება რაღაც გამოსასწორებელი კოლონიის მსგავსი. არ ვიცი, ალბათ ხართ ამ თემაზეც საქმის კურსშიც, ამაზეც მითხარით თქვენი აზრი და შემდეგ მინდა პოლიტიკურ საკითხებზე, სხვა პოლიტიკურ საკითხებზეც რო გადავიდე. ხო, ეს ინიციატივაც ისევე როგორც ბოლო პერიოდის სხვა ცვლილებები, ყველა იმსახურება ინკვიზიციურ და არადემოკრატიულ პროცედურებს, ან დაბრუნებას იმ წარსულის, საიდანაც გამოვედით, სხვათა შორის, აი ეს მოსამართლე გვრიტიშვილი, რომელმაც დღეს გვამცნო, რომ თურმე ეს აკრძალვა ადვოკატებს კი არა, ყველა შეეხება და ეს მოსამართლეც იმ წარსულს განასახიერებს, სწორედ ეს არის ერთ-ერთი სახე წარსულის დაბნელებული მართლმსაჯულების. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ეს ერთ-ერთი დიდი მონაპოვარი იყო, რომელიც ჩვენ მივიღეთ პარლამენტში ამ პერიოდში, ეს კოდექსიც დამტკიცებული და ძალიან დიდი მოწონება ჰქონდა მას საერთაშორისო ყველა ფორმატში, ყველა ფორუმზე. ეხლა ამ კუთხითაც წარსულში დაბრუნება საერთო ხელწერა, მერაბ ჩვენ ხო ხედავთ, ეს არ არის ფრაგმენტული ცვლილებები, ყველაფერი ის რაც იყო კარგი და რაც გავაკეთეთ კარგი, აი ყველაფერი დადგურდება, ყველაფერი იცვლება, მათ შორის აი საარჩევნო კოდექსის ძალიან საშიში ცვლილებები. ხო, არა მარტო ის რომ პოლიტიკურ პარტიების ნაწილში მათ შორის კატეგორიული დათქმა იქნება, რომ პარტიის წევრი უნდა იყოს ასარჩევი პირი, რაც არ იყო აქამდე. სახიფათოა თავად კენჭისყრის შენობაში აკრძალვა ტექნიკური საშუალებების. აი აქაც ხდება ცვლილების შეტანა. ეს არანაკლებ სახიფათოა ვიდრე სხვა ცვლილებები და ამ ყველაფერს აგვირგვინებს ყველაზე არაკონსტიტუციური ცვლილება, რაც ბოლო პერიოდში გამოხატვის თავისუფლების ნაწილში მიღებული ცვლილებების შემდეგ ეხლა დაინცირდა. ეს არის საზღვარგარეთ ყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამ ცვლილებაზე წასვლა რაში დაჭირდა თქვენი აზრით ხელისუფლებას? თავად ამბობს, რომ ძალიან ცოტა მემიგრანტი იღებს ისედაც მონაწილეობას არჩევნებშიო და არაფერს არ ცვლის ესო. თუ არაფერს არ ცვლის, რატო მიიღეს თუ როგორ ფიქრობთ? არა, ცვლის საკმაოდ ბევრი მსურველი იყო ეს ემიგრანტებიდან, ვისაც უნდოდა ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს რეგისტრაცია და მათ ხელოვნური ბარიერები რო შეუქმნეს, ვერ გაიარეს და ერთ-ერთი კრიტიკული შენიშვნა იყო სწორედ ამ ნაწილში. ამიტომ თან ყველა უბანი წააგეს, გარდა მე მგონი ერთი იყო თუ არ ვცდები სტამბულში და თურქეთსა და ქალაქში და მეორე იყო აზერბაიჯანში, ხო, გახსნილი უბანი. დანარჩენი ყველა ქვეყნის ყველა საარჩევნო უბანი, სადაც კი მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა მოქალაქეებმა, ყველგან წააგო ქართულმა უცნებამ. ეს ტენდენცია რომ ზარდი იქნებოდა და მათ შორის რომ უფრო მეტი ადამიანი ხდება მსურველი დარეგისტრირდეს, ეს ტენდენცია დაინახა როგორც საფრთხე ოცნებამ, ამიტომ ამ საფრთხის განეიტრალებისთვის არის ეს ცვლილება რასაკვირველია მიღებული. ის რომ არ იყო ყველა მსურველი რეგისტრირებული, იმიტომ კი რომ არ უნდათ რიგები იდგა და უბრალოდ იქ ადგილზე მისულებს ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნის გარეთ ბევრი პრობლემა დახვდათ. რატომ გააკეთეს ეს? ამიტომ, იმიტომ რომ ემიგრაციის ხმა მატყულებაში არ მიდის. ეს ვალდებულება აკისრიათ, ეს კრიტიკა და პროტესტი ამ კუთხით იზრდება და ამიტომაც ამ კუთხითაც გაიოლეს და გაიმარტივეს საკითხი. ეს არის ამაზე პასუხი, როგორც ჩანს,
ემზადებიან, რომ შეიძლება ვადაზე ადრეს დაინიშნოს. ხო, ანუ ეს კითხვაც გაჩნდა, რომ 3 წლის მერე არის არჩევნები, ახლა რატო ცვლიან საარჩევნო კოდექსს, ან თქვენს ფიქრობთ, რომ შეიძლება არჩევნები დაინიშნოს, როგორც ხდება? არ არის გამორიცხული, ყოველ შემთხვევაში ის ნაბიჯები ხა რაც იდგმება ამ ცუდი და არაკონსტიტუციური კანონების მიღებით, ამ დაშვებას გვაფიქრებინებს. ფაქტია რომ და ასეთ ვითარებაში ჩვენ რა ვითარებას მივიღებთ ხო გაუარესებელი საარჩევნო კოდექსი ემიგრანტებისთვის ფაქტობრივად აკრძალული არჩევნებში მონაწილეობა აკრძალული პარტიები რომელსაც გვიანონსებს ჯერ არ არის მაგრამ ალბათ იქნება დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერები და იმის საფრთხე რომ თუ არჩევნებს დანიშნავს ოცნება ასეთ ვითარებაში ის აიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას ამ ვითარებაში რა უნდა ქნას იმ ოპოზიციამ რომელიც აკრძალული არ იქნება იმ დროისთვის პირველ რიგში მე რა არ უნდა ვილაპარაკოთ ეხლა ვიდრე არჩევნები დანიშნული არ არის რომ არ მივიღებთ მონაწილეობას ან ყველა შემთხვევაში მივიღებთ საერთოდ მგონია რომ არ მივიღებთ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში აი ამის წინასწარ არის დიდი შეცდომა ჩერცერთი ახალი არჩევნების დანიშნა ეს არის ორი მთავარი მოთხოვნიდან ერთი მოთხოვნა ძევლების პოლიტიკური ძევლების უკანონო პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები, ახალი სამართლიანი არჩევნები, ეს ორი მოთხოვნაა, რის გამოც წელიწადზე მეტია არ წყდება ყოველდღიური საპროტესტო გამოსვლები. ამიტომ ასე თქმა, რომ არ მივიღებთ, არ შეიძლება. რა თქმა უნდა, უარესია საარჩევნო გარემო, რა თქმა უნდა, მძიმდება პოლიტიკური ვითარება. თუ მიუშვებთ კიდევ უფრო დიდხანს ძალაუფლების ადავეებთან ქართულ ოცნებას კიდევ უფრო ინკვიზიციურ კანონებს მიიღებენ და არ ვიცი წარმოუდგენელი რაღაცები შეიძლება კიდე მოიფიქრო. გასაგებია და აუცილებლად არ უნდა ვილაპარაკოთ დღეს. კი ბატონო, აუცილებლად მინდა კითხოთ ბუტა რობაქიძის საქმეზე, რომელთან დაკავშირებით დღეს გადაწყვეტილება მიიღეს და ირაკლი ოქროაშვილს ცნეს დამნაშავედ და ზურაბ ადეიშვილი გაამართლეს. ეს საქმე იყო ის საქმე, რომელიც მაშინდელი ოპოზიციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე იყო და აქ ბუნებრივია რამდენიმე კითხვა ჩდება. ჯერ 13 წელი რატომ ვერ გაარკვიეს, რომ ირაკლი ოქროაშვილი მაშინდელი შესაძლო მინისტრი მონაწილეობდა თუ არ მონაწილეობდა ამ საქმეში. ხომ არ იყო ეს მანამდე გარიგება იმის სანაცვლოდ, რომ ირაკლი ოქროაშვილმა სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა საქმე და მაშინ ეს ბრალები მოუხსნეს და ეხლა რაც გააქტიურდა ოქროაშვილი ისევ დაუბრუნეს. არ ვიცი, სხვა რა ახსნა აქვს, რომ 13 წელი ვერ გაარკვიეს, იყო თუ არა მისი ბრალი, მაგრამ ადეიშვილისთვის ბრალის მოხდა რას უკავშირდება? არ ვიცი, ეხლა მართლა უცებ დამოუკიდებელი გახდა სასამართლო და მტკიცებულებების ნაკლებობის გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება თუ რა მოსაზრება გაქვთ ამ თემაზე? მე მაქვს ეთიკური შეზღუდვა ამ საქმეზე. ჯერცეთი არ ვიცნობ ამ საქმის დეტალებს, თუმცა საქმე ვიცი ბუტა რობაქიძის ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მაშინ ოპოზიციური გამოსვლები რო იყო ერთ-ერთი საქმე რომელზედაც ძალიან ხმამაღლა ისევ როგორც სანდრო გირგულიანის მკვლელობა ამაზე ძაფრად საუბრობდით და ვითხოვდით დამნაშავების დაშას მაგრამ მე მოგვიანებით სხვა საქმეზე არ ამ საქმეზე არ სხვა საქმეზე მისი უშუალოდ ოქროაშვილის დაკავების საქმეზე მე მისი ადვოკატიც ვიყავი რაღაცა პერიოდი, ამიტომ აქვს ეთიკური შეზღუდვა, არ შემიძლია ვილაპარაკო საწინააღმდეგო იმ ადამიანზე, ვისაც ვიცავდი. ამიტომ ამ საკითხზე საერთოდ არ მინდა კომენტარის გაკეთება, მისი ადვოკატები ისაუბრებენ. გასაგებია, მაგრამ ადეიშვილის თემას რაც შეეხება თქვენი აზრით, არ ვიცი, ვერ გეტყვით. რა ხდება ადეიშვილთან დაკავშირებით? საქმეში რა იდო არ ვიცი, ამიტომ კონკრეტულ საქმეებზე უნდა ელაპარაკონ კონკრეტულმა ადვოკატებმა. მარცაჯულებაზე ზოგადად შემიძლია გითხრათ, საერთოდ მარცაჯულების ობიექტურობაზე საუბარი რომელიმე გადაწყვეტილების ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, ჩემთვის არ არის დამაჯერებელი. დღეს ყველა გახმაურებულ საქმეზე, სადაც პოლიტიკური ინტერესი არსებობს, ყველა საქმეს აქვს პოლიტიკური მდგენელი. მე არ მჯერა ვიცნობ რა კარგად სასამართლო სისტემას, ვიცნობ კარგად მოსამართლეების ქცევას ბოლო 29 წელია, რაც პროფესიაში ვარ, იურიდიულ პროფესიაში, არ მჯერა რომ რომელიმე გახმაურებული საქმე შემთხვევით დაეწერება რომელიმე მოსამართლეს. აი დააკვირდით გვარები როგორ მეორდება ყველა გახმაურებულ პოლიტიკურ საქმეზე. შემთხვევითი განაწილების პრინციპი, რაც ჩვენ დავნერგეთ ჩემი მაშინ პარლამენტში მუშაობის დროს,
რომ მოსამართლეებთან არ მისულიყო ესე სპეციალურად შერჩეული საქმეები, მოძებნეს ისეთი ალგორითმი სასამართლოში აი ამ კლანში მყოფმა მოსამართლეებმა, რომ შემთხვევით არ ხდება საქმეების განაწილება და სპეციალურად ხდება იმ მოსამართლეების შერჩევა, ვისაც ასრულებინებენ დავალებებს. ამიტომ ამ თუ სხვა ნებისმიერ საქმეზე ვის გაამართლებენ თუ ვის დასჯიან, ყველგან ხედავ ამ პოლიტიკურ ამაზე არის სწორედ საუბარო, ვიცით რომ სასამართლო პოლიტიზირებულია, განსაკუთრებით ასეთ საკითხებზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა ოქრუაშვილი მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის გარეშე მოხდა თუ არა იმ საქმეში. ამ თემას 13 წელი ძიება არ ჭირდებოდა. 13 წლის განმავლობაში ოქრუაშვილს არ ეხებოდნენ. ახლა მას საუკეთეს ბრალი, მაგრამ უფრო მეტ კითხვას აჩენს ბუტარობაქიძის დედა. ადეიშვილთან დაკავშირებით რა მოხდა? ძალიან კარგად ვიცნობ, არ ვიცი, ვერ გეტყვით, არ ვიცნობ ამ საქმეს და საქმეს არ ვიცნობ შიგნით მტკიცებულებებზე, ან რატო გაამართლეს, ან იყო თუ არა რაიმე სხვა გარემოებები, იმიტომ რომ ის იმ დროს პასუხისმგებელი პირი იყო, ამიტომ ვერ გეტყვით და ამ საქმეზე როგორც გითხარით, მაქვს ჩემი გარკვეული შეზღუდვები. მე ვიცნობ თან ბუტას დედას ია რობაქიძეს, ის ჩვენ თანამებრძოლი იყო ბევრი წლის განმავლობაში. ასე რომ მე მგონი საკმარისია ამ საქმეზე ჩემი კომენტარი ამიჩობს რომ შემოიფარგოს რომ არ დავარღვიო რაიმე ეთიკური წესი. გასაგებია, კარგით, მადლობა დიდი. ეკა ბესელია გვერდთვებოდა ადვოკატი და ასევე ის წარმოადგენს მარცხაჯულების სახლის დამფუძნებელი არის ერთ-ერთი. მე შეგახსენებთ რომ დღეს იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ბატონმა გურიტიშვილმა ამცნო ადვოკატებს რომ შეზღუდვა რომელიც დააწესა ქართულმა ოცნებამ სასამართლოში შესვლასთან დაკავშირებით, იცით რომ უკვე დარბაზში ვინც შევა, მას არ ექნება უფლება შეიტანოს მობილური ტელეფონი, არ ექნება უფლება შეიტანოს ლეპტოპი, კამერების შეტანა ჟურნალისტებისთვის რამდენიმე თვის წინ აკრძალა ოცნებამ. თავიდან ადვოკატებს იმედი ჰქონდათ და განსაკუთრებით ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელს, რომ ეს ადვოკატებზე არ გავრცელდებოდა, მაგრამ დღეს დიმიტრი გუდიშვილმა თქვა, რომ ნურას უკაცრავად ყველა შეეხება კანონიო, იმიტომ რომ ადვოკატმა შეიძლება ჩუმად ჩაიწეროს სასამართლო პროცესი, იცით რომ ოცნებას აღარ უნდა რომ სასამართლო პროცესი გადაიღოს ვინმე, მან აუდიო ჩანაწერი გააკეთოს. აი დავით ასათიანის კომენტარს გაგაცნობთ, რომელიც არის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღებისა და აუდიო ჩაწერის აკრძალვა ვერცერთი შესაძლო ინტერპრეტაციით ვერ გახდება. სასამართლოს შენობაში შესვლისას ადვოკატებისთვის ელექტრონული მოწყობილობების ჩამორთმევის საფუძველია. ამ სოციალურ ქსელში წერს დავით ასათიანი. როგორც ასათიანი წერს, ადვოკატებისთვის დღემდე არ ყოფილა და არც მომავალში იგეგმება ელექტრონული მოწყობილობების სარგებლობის შეზღუდვა. ხაზგასმის აღნიშნავ, რომ ეს ელექტრონული მოწყობილობები, მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, რომელსაც ადვოკატები სასამართლო დარბაზებში ვიყენებთ, წარმოადგენს ჩვენი საქმიანობის აუცილებელ სამუშაო ხელსაწყოებს და არ ყოფილა შემთხვევა, რომ ადვოკატს ისინი ვიდეო გადაღების თუ კლიპების დასამონტაჟებლად გამოეყენებინოს. უფრო მეტიც, ამის არანაირი საჭიროება ადვოკატს არ აქვს, რადგანაც როგორც პროცესის მონაწილე სუბიექტს, ისედაც შეუზღუდავად აქვს ცდომა აუდიო ოქროზე და საჭიროების შემთხვევაში დარბაზში მიმდინარე ვიდეო გადაღების მასალებზე. მიუხედავად დღეს გაკეთებული კონკრეტული განცხადებისა, პრაქტიკაში დღემდე არ ყოფილა და როგორც ჩემთვის სასამართლო ხელისუფლების წარმოადგენლების მიერ კვლავ იქნა დადასტურებული, ადვოკატებისთვის არც მომავალში იქნება ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობის შეზღუდვა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე ოფიციალურად მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დამატებით განმარტებისთვის, რათა გამოირიცხოს ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლავო. ადვოკატთა ასოციაცია არ დაუშვებს კანონის ასეთ განმარტებას, ან და ისეთი არასწორი პრაქტიკის დანერგვას, რაც შეუძლებელს გახდის ჩვენი საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებას და იმედი მაქვს, რომ ამ საკითხში ყველანი ვიქნებით ერთსულოვანიო. ადვოკატების ნაწილი წერს იმას, რომ საერთოდ არაპირებს შესვლას პროცესზე თუ მას შეუზღუდავენ ელექტრონული მოწყობილობების შეტანას. ერთ-ერთი ასეთი არის ნიკა სივონიშვილი, რომელთანაც ვცდილობთ რომ დაუკავშირდეთ და მისი აზრი მოგასვენოთ. მანამდე კი სტუდიაში სტუმარს მივესალმები ლევან სანიკიძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და თემა რომელზეც ვსაუბრობთ, ეს არის ყოველ დღე ახალ-ახალი შეზღუდვები. ხო, დაწყებული ხა ბოლო ამბები არის მარტო საარჩევნო კოდექსის თემას, თუნდაც რაც ეხება ეხა პარტიებს რო აკრძალავენ მალე ეს კიდე ერთი ამბავია და ნუ ეხა ემიგრანტებს უკრძალავენ ფაქტობრივად არჩევნებში მონაწილეობას და აგერ ნუ ვიდეო გადაღებაც აკრძალეს. ახლა შეიძლება ტელეფონების შეტანაც აუგზავნონ ადვოკატებს. რას დაარქვევთ ამ ყველაფერს, რაც ხდება ჩვენ სირული? ჩვენ ვართ გარდამავალ ფაზაში, როდესაც ივანიშვილი მზარდი ავტოკრატიიდან გადადის მზარდ დიქტატურაში. ამავე დროს მე დარწმუნებული ვარ, რომ ის
და მე უსმენ მათ გზავნილებს, რომ ძალიან რთულია ამის მოსმენა, იმიტომ რომ როგორც წესი ტოტალური უაზრობა არის ქართული ოცნების წარმომადგენლების ნებისმიერი გამოსვლა, მაგრამ მათ აქვთ ეს რაღაცა ძალიან სასოწარკვეთილი პოზიცია, რომ რატო არ ელაპარაკება მათ დასავლეთი. რომ დაგველაპარაკეთ რა, ყველანი მოდით და რატო ელაპარაკებით იქ ოპოზიციას, რატო ელაპარაკებით პოლიტპატიმრების ოჯახებს, რატო ელაპარაკებით ჟურნალისტებს, ამათ რატო ელაპარაკებით, მე ვარ დე ფაქტო ხელისუფლება და მე რატო არ მელაპარაკებით. მე უკვე დიქტატურა ვარ? კარგი, მაშინ ეხა დავამყარებ დიქტატურას. რაღაც ცოტა ესეთ დამოკიდებულებას ხედავ. ხო, რაც მომაწვევი გვარესად მოვიქცევი. ესე აკეთებს რა, გვასანქცირებთ? აქ ნახეთ მე რას უზამ ხალხს. ეს მიდგომა აქ ეხა ივანიშვილს, რომ იქ დაასანქცირეთ, ამას აღარ გაუშვებთ მაშინ ქვეყნიდან. ჩემიანებს ევროპაში აღარ უშვებთ, ამათ ციხიდან არ გამოუშვებთ. რაღაცა ესეთ დამოკიდებულებაც აქვს რა ივანიშვილს. რომ ყოველ შემთხვევაში ბოლო ასე ვთქვათ ქმედებები ამაზე მეტყველებს. მოდი გადავხედოთ ბიძინას თამაშს. ბიძინა ივანიშვილის თამაშს გადავხედოთ 2020 წლიდან, მას შემდეგ რაც კრიზისები ექმნებოდა ხა 2016-ში და ასე შეიძლება კი ყოველთვის რაღაც манипуляციებს ატარებდა, მაგრამ ასე ლეგიტიმაციის პრობლემა არ ქონია. 2020 წლიდან, როდესაც პირველად გახდა ეს საპარლამენტო ბოიკოტი, როდესაც იყო და ჯერ დანიელსონი ჩამოვიდა, მერე შარლ მიშელი, ყოველთვის ბიძინა ივანიშვილს რა გქონდა, რომ ვითარებას გაუარესებდა, ვიღაცას დაიჭერდა, არჩევნებში რაღაცა 3-4%-ს გააყალბებდა, მაგრამ მერე დასავლეთის უჯდებოდა და მოდით ვიჭებო რა, მოილაპარაკეთ და შენ ეს დათმე, შენ ის დათმე და ივანიშვილს ახლა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს ახლა ცნობილი ფაქტია, ორი მხრივად დადასტურებული გაყალბების შემდეგ მას ჰქონდა კომუნიკაცია მაკრონთან და ეს მე მგონი საელჩოს დონეზე იყო დადასტურებული, რომ მაკრონმა მას დაურეკა. ანუ ბოლო კრიზისი როცა შექმნან. ამის შემდეგ ერთი წელია კაცი არჩევნების გაყალბება კი არა, აფეთქებს და აფეთქებს ამ ნაღმებს, არავინ არ ეხმიანება. და მე ეს შტაბ-შტილება მაქვს, რომ გარდა იმისა, რომ ისინი დავალებებს ასრულებენ რუსეთიდან, ამის გამორიცხვა კი არა, მე ესე არა, დავალებებსაც ასრულებს, მაგრამ ლეგიტიმაციის შესაძენა ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთი შენზე რას ფიქრობს. ეხლა ივანიშვილი არ არის სხვა ავტოკრატული, ხშირად ადარებენ, რომ რაღაცა უზბეკეთის ეს შეიძლება იმათ ხელისუფლება არადემოკრატიულია, მაგრამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფო არ არის. და არ სურს ევროპული ინტეგრაცია და ანუ საქართველოს და უვიზო მიმოსვლით არ სარგებლობს და თავისუფალი ვაჭრობით არ სარგებლობს და ანუ თან ევროპულ სივრცეში არ არის და თან ავტოკრატული არ არის რა უნდა გადაწყვიტო ან ერთი ხარ ან მეორე ხარ და ბიძინა ივანიშვილს ახლა ყველაზე მეტად რა ჭირდება არის ლეგიტიმაციის მიღება როგორც ავტოკრატულ სახელმწიფოებთან იმიტომ რომ ახლა ინვესტიცია თუ უნდა ფული თუ უნდა ათეთროს აღიარონ ხელი ჩამოართვან ეს როგორც დასავლეთს ჭირდება რომ ლეგიტიმურ ხელისუფლებას ელაპარაკოს. ის ავტოკრატოს და მე მგონია რომ ბიძინა ივანიშვილი ეხა არის მხოლოდ და მხოლოდ გამწვავების ფაზაში გადასშუპული. რომ აი რაღაცნაირად დასავლეთის ყურადღება მიიქციოს. მან კარგად იცის რომ არა ეს ერთ-ერთმა დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა ქართულს პირდაპირ თქვა და ირაკლი კობახიძემ თქვა შეეგუოს იმას რომ აქ ჩვენ ვერ დაგვამარცხებსო, ვერთ არჩევნებში დაგვამარცხებსო. ბიძინა ივანიშვილს მიმართა დასავლეთს ვერც რევოლუციას მოგვიწევთ. ანუ ისინი ფიქრობენ რომ დასავლეთის მიზანია მათი დამარცხება. ძალიან ღია და ეუბნებიან რომ ვერ დაგვამარცხებთ, ხედავ ყველაფერს ვაკონტროლებთ და შეგვირიგდით. ჩემი ღმერთმენით ივანიშვილს აქვს ესეთი სურვილი. მან კარგად იცის რომ ყულფი ვიწროვდება, დასავლეთის ინტერესი საქართველოს მიმართ იზრდება, როგორც უსაფრთხოების საკითხში. გერმანია იქნება, საფრანგეთი იქნება, დიდი ბრიტანეთი იქნება. საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია მხოლოდ დროის საკითხია, ხო? მით უმეტეს უკრაინის ომის მიმდინარეობის დროს. ივანიშვილს ჩემი აზრით ამ წუთას აქვს ერთი ამოცანა, მათ შორის შესასრულებელი ამ თვალსაზრისით, რომ მოლაპარაკების მაგიდა, რომელიც მას წარმოუდგენია დასავლეთთან, ყოველთვის ითვალისწინებდა, რომ ოპოზიციას ერთი სკამი ედგა, ანუ ოპოზიცია, ხელისუფლება და თვითონ. ავტორიტარული სახელმწიფოს სხვაობა რა არის, იცით, დემოკრატიული სახელმწიფოსგან მედიაციის დროს. ბიძინას უნდა რომ მარტო ერთი სკამი იდგას. ანუ ქართულ ოცნებას ელაპარაკოს დასავლეთი სამოქალაქო საზოგადოების ოპოზიციის მედიის გარეშე. ანუ კაცმა ივაჭროს რომ თუ გინდა რომ ეს დაბრუნდეს ამ ქვეყანაში, მინდა ეს. ოღონდ ეს ლეგიტიმაცია იქნება, საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება თუ რა იქნება, ამ კაც ჭირდება ამ ქვეყნის დასაქცევად. ანუ ორუცნობიანი განტოლება, ერთია რომ ჭირდება ლეგიტიმაცია, მაგრამ ეს ლეგიტიმაცია ჭირდება ცუდი საქმისთვის. მე მაგალითად მიმაჩნია, რომ ეს ცვლილებები, რომელიც მას ეს სწრაფ-სწრაფად შეაქვს,
გარდა აი ამ სავაჭრო მიზნისა, მე მართლა ვუშვებ, რომ ძალიან გაზრდილი არის ვადამდელი უსამართლო არჩევნების ჩატარების შანსი. ჩვენ ხო ვითხოვთ სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს. მე მგონია, რომ ივანიშვილის თვითმიზანია უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობის აღება. რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ ვითომ არ უნდათ. აბა ეხა ვინ ატარებს საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს 3 წლით ადრე? რატო შეაქთან? რატოა მისი თვითმიზანი საკონსტიტუციო უმრავლესობის? მე ნახეთ როგორ არის მერა ძალიან ბევრი რამე აქვს ივანიშვილს ჩემი აზრით გასაფუჭებელი და მის პატრონებსაც სხვა მოთხოვნები აქვს რუსეთის ფედერაციაში. ივანიშვილი მე ტოტალურად ირაციონალური კაცი არ მგონია. მას შეეძლო რომ 2024 წლის არჩევნებამდე რუსული კანონები არ მიეღო და ნაკლები გაყალბება დაჭირდებოდა არჩევნებში და სხვა მუხტი იქნებოდა და შეიძლება აი 60%-იანი გაყალბება ყოფილიყო და ბევრად უფრო მყარი ლეგიტიმაცია შეეძინა. მაგრამ არის რაღაც საკითხები, რომელსაც მე მგონია რომ ეს კაც უბრალოდ დავალებებს ასრულებს. მაგალითად, ეს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქზე უცებ ჯერ ჟენევის ფორმატში აცხადებენ რუსები. მერე პაპუაშვილი პასუხობს და მერე ამას რუსეთის ფედერაცია პასუხობს. და ამიტომ მე მგონია რომ ივანიშვილს შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობა ჭირდებოდეს 1 78 მუხლის ამოგდებისთვის, მეორე საქართველოს ტერიტორიული წყობილების განსაზღვრისთვის და სამხრეთ ოსეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის და ეგრეთ წოდებული აფხაზეთის სტატუსისთვის. რა ვიცი, შეიძლება კონდეს სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით ჩანაწერის ამოღებისთვის. ასევე დადის მოარული ხმები, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჭირდება მაჟორიტარული არჩევნების დასაბრუნებლად, რომ ანუ ვადამდელის მერე თუ მოუწევს სამართლიანი არჩევნები ანუ ის 13 როცა იყო ნაკლები გაყალბება ჭირდებოდა 2020-ში გვახსოვთ ჩვენ რომ 47% აიღოს კი და მაგრამ 30 მაჟორიტარი ჩაიგო ჯიბეში 57%-ის ასაღებად ნაკლები გაყალბება ჭირდება ვიდრე 54%-ის ასაღებად და ამავე დროს ნახეთ ავტორიტარული ხელისუფლების თვისება რა არის, რომ უნდა კონდეს სრული და ყოვლისმომცველი ხელისუფლება. ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი მისია, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი მისია, ეგრეთ წოდებული საპარლამენტო უმრავლესობა მისია, სასამართლო მისია, სუსი მისია, შსს მისია, ადგილობრივი თვითმმართველობები მისია. ერთადერთი რაც აკლია არის 113 კაცი. და ის 113 კაცი მგონია რომ მარტო თავისთვის არ უნდა ის დავალებები რაც შეიძლება მას დაესახოს რუსეთის ფედერაციიდან ნეიტრალიტეტის გამოცხადება რომელიმე ოკუპირებული ტერიტორიის მიმართ სტატუსის ცვლილება აი შეიძლება ნახეთ როგორ გამოცხადება შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყოს კი და ამიტომ ეს კაცი არის 78 მუხლი ხა ის წერია თუ არ წერია დედაუშლის ხელს მე აი პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ მე არ მგონია რომ ივანიშვილის არჩევნების ჩატარებაზე წავიდეს მხოლოდ 78 მუხლის გამო ამიტომ მგონია რომ თუ ის ამაზე წავიდა და გამოაცხადა არჩევნები მისი წესებით აკრძალული ოპოზიციით ეს იქნება იმისთვის რომ ძალიან ცუდ რამეს უმზადებენ ამ ქვეყანას და ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან იქნება მიმული. ანუ შეიძლება დათმოს ანუ არ ვიცი შეიძლება ყველაზე ცუდი ფორმის კონფედერაციაზე ანუ კონფედერაცია რა არის რომ ის ორი სახელმწიფო უნდა ვაღიაროთ სახელმწიფოდ და მერე სამი სახელმწიფოს ერთობა ვინ უნდა ეს რომელიმე ჩვენ თანამოქალაქეს ან გაღიარებიოს ერთი მეორე შემოგიყვანს კონფედერაცია ივანიშვილს შეიძლება ამ მოლაპარაკებებში ენდო შეიძლება ამ მოლაპარაკებებში შეხვიდე დასავლეთის გარეშე ან ღმერთმა უწყის რა შეიძლება შეცვალოს კონსტიტუციის სახით კი საქართველოს ახლა კონსტიტუცია არ მოქმედებს მაგრამ საერთაშორისო თვალსაზრისით ეხლა შენივე დე-ფაქტო ხელისუფლება მაგალითად აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფო თუ აღიარებს რა მიზნითაც არ უნდა იყოს ეს გამოუსწორებელი ზიანი იქნება ამ ქვეყნისთვის ხო ნუ კი ბატონო ნახოთ მაგრამ აქ გაჩვენებთ თავარი კითხვა ამ დროს რა უნდა ქნას თუ მართლა დანიშნა გაზაფხულზე არჩევნები ქართულ მოწესებამ რა უნდა ქნას იმ ხალხმა ვინც აკრძალული არ იქნება იმ დროისთვის და ციხეში არ იქნება ანუ იმ ოპოზიციამ ვისაც შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მიღება მე მგონია რომ ეს არის ძალიან დელიკატური საკითხი და კარგია რომ ეხა რაღაცა მოძრაობები არის ოპოზიციის შიგნით და ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს ეს შემიძლია ვთქვა ეხა რაღაცა ერთი ფორმატი კი არ არის მაგრამ ინფორმაცია იცვლება აი ვინ რა შეიძლება იმიტომ რომ ყველაფერთვის მზად იყო იმიტომ რომ მზად უნდა იყო მაგრამ მე მგონია რომ აქ ნამდვილად ეს არ არის თვითმმართველობის არჩევნები და ბევრად უფრო მეტი რამე შეიძლება ითოს სასწორზე ამიტომ ნებისმიერ ვარიანტში მე რაც მიმაჩნია სწორად არის რომ საერთო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ანუ ნაწილი შევიდეს ნაწილი ბოიკოტში დარჩეს ნაწილმა აგინოს ვინ შევა აკრძალული იქნებით
ამიტომ საერთო გადაწყვეტილება უნდა მოიგო. ჩვენ თუ აკრძალულები ვართ და გამოჩნდა, ხო? ეგრეთ წოდებული ნაცური დნმ-ის პარტიები აკრძალეს. ნახეთ მარტივად დარჩა. ამიტომ არ მინდა ახლა რაღაც მოვლენებს წინ გავასწრო, მაგრამ ამ არჩევნებზე კონკრეტული პარტიები ამბობდნენ, რომ დედა რა კაი არჩევნებია, ეს არის არჩევნები ნაცების კოლექტიური ნაცების გარეშე. ოპოზიციის მეორე ნაწილი. აღმოჩნდა, რომ არ არის კარგი, იმიტომ რომ ის ყველაზე აქტიური ამომრჩეველი ზუსტად ამ პარტიებს ყავთ, ვინც რაღაც ნაცური დნმ-ის პარტიებია. და ვინც შევიდა არჩევნებში, ნახეთ რა შედეგიც დადო. ამიტომ მე აი ამ გამოცდილებით, რა თვითმმართველობის არჩევნებზე ვნახე, გახარეს პარტიას არ გულისხმობ პირდაპირ. დანარჩენი პარტიები ვინც ვართ, ვისაც აკრძალავენ, ვისაც არ აკრძალავენ, ხა რავი, ის დანარჩენი სამი პარტია თავარი ვინც არის, სამივე თუ აკრძალეს, ნებისმიერ ვარიანტში ჩვენ უნდა მივიღოთ საერთო გადაწყვეტილება. მაგრამ ეხლა როდესაც მონაწილეობის გადაწყვეტილებას როგორ მიიღებთ, თუ აკრძალული იქნებით ეს მაინტერესებს. ეცით როგორ არის შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა მათ შორის მოითხოვოს რეფერენდუმის ჩატარება ევროკავშირთან დაკავშირებით. რომ გსურთ თუ არა რომ საქართველო გახდეს ნეიტრალური სახელმწიფო და ამოვიღოთ თუ არა 78 მუხლი. მიიყვანს თავის 1 მილიონი ამომრჩევლს მიაცემინებს ხმას. ამიტომ ეს არის საკითხი, რომელსაც არ მინდა რომ გავასწრო. ის მსჯელობა, რომელიც ოპოზიციაში მიდის და რომელზეც აი აპრიორი არ არსებობს ეხა საერთო პოზიცია, მე მგონია რომ პარტიებშიც კი. ამიტომ ივანიშვილი სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ივანიშვილს ეს უპირატესობა აქვს, რომ ის კარნახობს თუ ჩანიშნავს, მერე შენ ვარდები სხვა ვითარებაში, რომ აკრძალული ხარ, ბიულეტენში არ ხარ, უსამართლო არჩევნებშიც კი მონაწილეობის მიღების უფლებას არ გაძლევს და ამიტომ მგონია რომ ეს იმდენად სენსიტიური საკითხია, რომ ოპოზიციას მგონია რომ უახლოეს მომავალში ამაზე საერთო პოზიციის ჩამოყალიბება მოგვიწევს. და აი მე ყოველგვარი რაღაცა პათეტიკის გარეშე აი ეს არის შემთხვევა, როდესაც ივანიშვილი თუ კი იწევს 113 კაცზე და ქვეყანას ემუქრება მაგალითად და რეალური საფრთხე შეიძლება გაჩნდეს, რომ ევროკავშირზე უარი თქვათ რაღაც ფსევდონეიტრალიტეტი შემოვიდეს და აფხაზეთის აღიარებისთვის საჭირო 113 ხმა მიიღოს, მე მგონია რომ ამაზე მსჯელობა უნდა იყოს. მაგალითად არის ხალხი, მე მომისვენ ასეთ მოსწავლე, ვინც ფიქრობს, რომ დაი გააკეთოს ეს ყველაფერი, რაც უარესი, მით უკეთესი, მით უფრო მალე დაინახავს ხალხი, ვისთან აქვს საქმე. კი, ანუ ორივე ვერსიას აქვს არსებობის საშუალება. ანუ მე რისი თქმა მინდა იცით, რომ აი თბილისი გამოვგლიჯოთ მსგავსი არგუმენტი არ არის რა. ანუ როდესაც სასწორის პინაზე ივანიშვილს აქვს ტოტალური ბოროტების გასაღები, აი ის რაღაცა საკრებულოს თავმჯდომარეობით და იმითი მაჟორიტარი დეპუტატები საკრებულოებში გაყვანით ამ ქვეყანას იმდენს ვერ გაუფუჭებს, რამდენსაც საკონსტიტუციო უმრავლესობით. ამიტომ აქ არის ჩვენ რისი მზაობა გვექნება. თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანები ბოიკოტში და ისეთ კამპანიას ვაწარმოებთ, რომ ქართული არჩევნებზე მისვლა არათუ დემოკრატიული პროცესი სამშობლოს ღალატის ტოლფასი იქნება, რომ ქართულ ოცნებას ხმას თუ აძლევ, აფხაზეთის აღიარებას აძლევ ხმას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძლავრი საშუალება არის. ისევე როგორც პირიქითაც მომისმენია მე მეორე აზრი. ამიტომ არ მაქვს ჯერჯერობით ესეთი ჩამოყალიბებულება. მეორე აზრი არის ის, რომ ანუ ვიღაცა ვინც დარეგისტრირებულია, აი მქონია უკვე ესეთ ადამიანებთან შეხება, რომლებიც მომხრეები იყვნენ ბოიკოტის თვითმმართველობის არჩევნებზე, მაგრამ აღარ არიან მომხრეები ბოიკოტის თუ საპარლამენტო ჩატარდება და ამბობენ, რომ 113 ხმა არ უნდა გავატანოთ. ამიტომ მე მგონია, რომ აქ ეგ აზრი საკმაოდ ისეთი იქნება, თულად დაბალანსებადი და თავარი რაც არის, რა გამოცდილებაც მივიღე, ხო ახლა ამ საქმეში ახალი ვარ. ნებისმიერ ვითარებაში ეგ იმდენად სენსიტიური საკითხია, რომ საერთო პოზიციაზე უნდა მივიდეთ. ოპოზიციას თუ აქვს იმის უნარი, რომ ერთიან გადაწყვეტილება მიიღოს, ეს არის მთავარი კითხვა. ეს არის აქ დამტკიცდება ჩვენი სახელმწიფოებრივი აზროვნებაც მათ შორის, იმიტომ რომ თუ კი ვამბობთ, რომ ივანიშვილმა შეიძლება მიიღოს აფხაზეთის აღიარებისთვის საჭირო მანდატები, მაშინ ოპოზიცია ამ დროსაც თუ თავი ვერ შეიკრა, გინდა ბოიკოტში და გინდა მონაწილეობაზე, მაშინ აღარ ყოფილა საშველი. მე ესე უყურო საშველი. მე მგონია რომ არის საშველი, კი, იმიტომ რომ წითელი ხაზი თუ რამე აქვს ამ ქვეყანას, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და მე მესმის ის ლოგიკა, რომ ჯობია ბიძინა მიუშვათ, რომ აიფეთქებს თავს, მაგრამ 13 წელია ეს კაცი მიშვებული ასე იფეთქებს თავს, გონია რომ აი ხვალდაზე გადაწყდება და იმ სისტემით რაც აქვს, ფულით, ძალადობრივი მექანიზმებით და რუსეთის ტოტალური მხარდაჭერით, ჯერჯერობით ინარჩუნებს პროპაგანდით, რა თქმა უნდა, და ინარჩუნებს ამ ძალაუფლებას. საქართველოს ივანიშვილს არ აქვს ლეგიტიმაცია, მაგრამ ივანიშვილს აქვს ძალაუფლება.
და აი ამ ის ყოველდღურად ხო რასაჩვენებს, რომ მე შეიძლება ლეგიტიმაცია არ მაქვს, მე შეიძლება ვერ მხედავთ ბრიუსელში, მე შეიძლება ვერ მხედავთ ვაშინგტონში, მაგრამ აი ყოველდღე 10-20 ბრიფინგი იმაში, რა ქვია, სუსში, პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ აი მე ჯანზე ვარ ისევ, მე ისევ 5000 პოლიციელი მყავს, მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ. აი ამა ძალის დემონსტრირებას აკეთებს, თან მით უმეტეს ძალიან სენსიტიურ ვითარებაშია, საკუთარი ამორჩეველი უკიდურესად დაბნეული ყავს, იმიტომ რომ ვინც კი პრემიერი და პრეზიდენტი ყავდა, ყველას იჭერს ან აგეც ეძახის, აღარ ბახტაძესაც მიადგა, მე მგონი, ერთი ეგ ყავდა საერთოდ ატროფირებული ამ საქმიდან და ეგეც შემოიყვანა ამ თამაში და ამიტომ მგონია რომ ივანიშვილისთვის აი ამ თამაშის აჭრამ შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთ ვითარებაში. თუ საერთო პოზიციაზე ჩამოყალიბდა, თუ კიდე გაიყოფა და რაღაც ნაწილი შევა და აკრძალული ნაწილი არ შევა, მარტო ბიძინა მოიგებს მაგ თამაშით. მაინც. და ამიტომ ეს აღარ უნდა მოხდეს. ხო, კი ბატონო, ნუ საინტერესო გველოდება წინ მოვლენები, მაგრამ მანამდე არის ეს ნიჰილიზმი გამეფებული. სწორედ ამიტომ კითხე, რომ თუ რამე ეშველება, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ფაქტობრივად, ნუ აი პროცესი ჩიხშია და აქეთ ხარ არანაირი ძალა, შესაძლებლობა არ არსებობს, თუნდაც იმიტომ რომ მაგალითად ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა, ვერ შეძლო შეეთავაზებინა ალტერნატივა, ერთიანი ალტერნატივა ადამიანებისთვის უკაცრავად. მათ შორის დასავლეთისთვის, საიდანაც ასევე ითხოვენ, ხო, რომ ერთი პოზიციით დაგველაპარაკეთ. ანუ ხალხიც კი, რომელიც ქუჩაში მხდება, ითხოვს, რომ გითხარით, ბიძინა რომ მიდის, ვინ მოდის. ეს ამოცანა უდგას დღეს ოპოზიციას, რომ ამ ადამიანებს, ვინც კითხულობს, ბიძინა თუ მიდის, ვინ მოდის, ეს აჩვენოს. და ამასაც ვერ ახერხებს ოპოზიცია, რომ ალტერნატივა შესთავაზოს. და ამ ვითარებაში რაზე სწორი ფორმულა არის, სხვათა შორის აი ოპოზიციაში მსჯელობა რომ მიდის ხოლმე, არის ორი მიდგომა, რომ ვაჩვენოთ რა მოდის, რომ აი იდეები, ეს ისინი რაღაცა, რომ ეს რეფორმები გატარდება, მე მიმაჩნია, რომ ჯერჯერობით საქართველოში გადამწყვეტი არის ვინ? სახელი და გვარია გადამწყვეტი. თორე არსებითად ახლა ქართველებმა კი იციან, რომ ამ ოპოზიციას მინიმუმ დასავლეთი უნდა, ისა რა ქვია, სამართლიან სასამართლოს აწყობს და განათლების სისტემაში მეტფულს ჩადებს. ეს კი იცის ამ ხალხმა, მაგრამ ვინ? აი რომ ამბობთ, რომ გოგა მემანიშვილისნაირი ხალხი აღარ იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროში და სუსი დაიშლება, ვინ აკეთებს? სახელი გვარი ხო უნდა კონდეს. და ამაზეც სამწუხაროდ არ არის საერთო პოზიცია, რომ ეს უნდა იყოს შთილოვანი კაბინეტი, ტექნოკრატული, ნახევრად პარტიული, სრულად პარტიული. ეს ქმნის პრობლემას. მე აი ამ შეკითხვაზე ნამდვილად არ მაქვს პასუხი. საკუთარი შესაძლებლობით რაც შემიძლია ვთქვა და ხა ნაციონალური მოძრაობა ამ თვალსაზრისით ნამდვილად მოწინავეა, რომ ჩვენ გაერთიანებაზე ორიენტირებული ხალხი ვიყავით არჩევნებამდეც 2024 წლის ოქტომბრამდეც. საარჩევნო ნომერზეც მაშინვაც ვამბობდით უარს და საერთო სიაში სხვებს ქონოდათ უფრო მეტი ადგილი, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას ეკნებოდა. მაგრამ აი ამ ორი გაერთიანება დატოვეთ, იქ ქარტია იყო სამნე ზურაბიშვილის იგლები დატოვეთ, ახლა რუიანი იყო ის დატოვეთ. ეგეთ რაღაცას ვიტყოდი. რუიანმა თავის ფუნქცია შეასრულა, ბოიკოტი შედგა. თუ ამბობთ, რომ მილიონი ოპოზიციონერი ამ ქვეყანაში და ყველაფერს აქედან მითვლით 800,000 კაცი არ მივიდა, ანუ იმუშავა ამ რუიანის ფორმატმა, მეტი ფუნქცია რუიანს მაშინ არ ჰქონდა. სალომე ზურავიშვილის ფორმატს რაც შეეხება, თავარი და კრიტიკული არსებობა და 7-იანის სახით თქვენს გარეშე. არ ვიცი. თქვენს გარეშე და თუ ერთიანობის მომხრე ხართ, რატო გამორბოდით ამ ფორმატიდან? როგორ არის ერთიანობის მომხრეობა არის ერთი, მეორე არის საერთო წესებზე შეთანხმება, რაც გულისხმობს ურთიერთთავდაუსხლელობას, პატივისცემას, საბნის საკუთარ მხარეს არ გადაკაჩვას, პარიტეტულ პრინციპებზე შეთანხმებას. ბევრი საკითხია, იმიტომ რომ სამწუხაროდ არსებობს, ახლა ვერ დავადებ ბევრს ხელს, მაგრამ არსებობს კონკრეტული ოპოზიციური აქტორები და სახელი და გვარები, რომელთა დღის წესრიგის უფრო დიდი ნაწილი არის ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლა და გამოსავლეთ მიაჩნიათ, რომ აი ნაციონალური მოძრაობა უნდა დასრულდეს, რომ ქართული ოცნება დასრულდეს და ეგეთი ხალხი, როდესაც რაღაცა ინიციატივის სათავეში ექცევა, მე არ მგონია, რომ იყოს ფედერალისტებთან გაქვს პრობლემა. ანუ ახლა ფედერალისტები კიდე სხვა ამბავია, ახლა მაგალითად სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში, როდესაც თავიდანვე ის 4 კოალიციური ერთობა იყო მის ფორმატში შეკრებილი, ჯერ ახალი გაყალბებული იყო არჩევნები, იგრძნობოდა, რომ სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებით ნაციონალური მოძრაობა იმ ფორმატში იყო მეოთხე ხარისხოვანი ძალა. და ახლა
როგორ არის იცით, სამწუხაროდ მე არ მიმაჩნია, რომ ამ წუთას მაშინ სხვა ლეგიტიმაცია ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს, ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, დასავლეთშიც უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონდა და ბუნებრივად ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობა შეიძლება საერთოდაც გულზე არ ეხატება სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ კონტექსტიდან გამომდინარე, მაშინ მნიშვნელოვანი იყო ამ ერთობაში ყოფნა. და ეხლა ობიექტურობისთვის შემიძლია ვთქვა, ამ წუთას მე არ მიმაჩნია, რომ არსებულ გარეთ მყოფებს შორისაც მით უმეტეს კონდეს ვიღაცა ერთ აქტორს იმის საშუალება, რომ მთელ ოპოზიციას რაღაცა საერთო ფორმატში დაუძახოს. არავის არ აქვს სამწუხაროდ ეს ვოტუმი. მე ამას სამწუხაროდ მივიჩნევ. მე მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ბრძოლა, ერთი გამოკვეთილი ლიდერი რო ყავდეს ოპოზიციას, იმიტომ რომ ავტორიტარულ სახელმწიფოებთან ბრძოლის მაგალითები, რაც გვაქვს და სადაც მე დასავლეთის მხარდაჭერა იზრდება, ყოველთვის სახელი და გვარით არის რა. ანუ ვიღაცა ერთია, იმის გარშემო არის შეკრული ოპოზიცია და მე ამას უჭერენ მხარს და ჯერჯერობით ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ის, რომ არათუ ერთი, არამედ რაღაცა ლიდერთა ჯგუფი გახა ციხე სავსე ახლა რუსთავის ციხეში, მეორე მესამე სართულზე მთელი ოპოზიცია ზის და სამწუხაროდ ივანიშვილმა შეიძლება არჩევნებამდე ვერ გაერთიანა ოპოზიცია, მაგრამ ციხეში ოპოზიცია გაერთიანებული ყავს. ხო, გასაგებია. ნუ მოკლედ ოპოზიციასაც ბევრი პრობლემა აქვს. მადლობა დიდი გადაცემაში. დიდი მადლობა თქვენ. სანიკიძე იყო ჩვენი სტუმარი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი. ჩვენ გვაქვს რეკლამა, რეკლამის შემდეგ ტატა ხვედელიანი, გახარია საქართველოს დეპუტატი და საბა ბუაძე შემოგვიერთებიან, ასე რომ დაბრუნდებით რამდენიმე წუთში. Așa დაუბრუნდით ეთერში ცხინვალის რეჟიმის განცხადებით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უისტის სოფლის რაიონში მდებარე საქართველოს არასანქციონირებული პოლიციის პოსტის დემონტაჟის საკითხი კვლავ გახდა ცენტრალური თემა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. შეხვედრაზე ამის შესახებ აცნობა IPRM-ის ფორმატში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ ჩოჩიევმა. მისი თქმით შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ მიუთითეს, რომ პოსტის ჩამოყალიბების ინიციატორი იყო საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და შემდგომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ამჯერად მაგალითად მოვიყვანეთ, რომ პოსტის ინიციატორი იყო საქართველოში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდგომში პრემიერი გიორგი გახარია. დღეს გახარიას სავარაუდოდ გერმანიაში ყოფილი საქართველოს პროკურატურამ დაუსწრებლად დააკავა. მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს შორის ფიგურირებს ვითარების დესტაბილიზაციის ცდილობა უისტაში, სადაც საქართველოს პოლიციის პოსტია განთავსებულიო, აღნიშნა კოჩიევმა, როგორც ჩანს უისტას ისინი ჩორჩანას მოიხსენიებენ ამ სახელით. სამხრეთ ოსეთის მხარემ ასევე განმარტა, რომ თუ თბილისის პოსტის განთავსებას შეცდომად აღიარებს, ლოგიკური ნაბიჯი იქნება მისი მოხსნა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან, ანუ ცხინვალი ითხოვს, რომ თუ გახარიას იჭერთ იმის გამო, რომ ჩორჩანაში პოსტი დადგა, მაშინ ეს პოსტიც გააუქმეთო. ჯერჯერობით არ ვიცით როგორია ამაზე თბილისის პასუხი. ტატა ხვედელიანი გახარია საქართველოსთვის წევრი არის ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის და რა პასუხი გაქვთ ამ განცხადებაზე? სწორედ აი ესეთი ქმედებები დასტურდება კიდევ ერთხელ ოცნების მოღალატეობრივი ნაბიჯები, რომელიც აზიანებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, აზიანებს ჩვენს ხალხს, იმიტომ რომ აი ამ დაზიანებითაც ისინი მზად არიან საკუთარი გუნდისთვის, აი ეს ვიწროპარტიული სარგებელი მიიღონ ამითი, იმიტომ რომ რეალურად მათი მთავარი მიზანი ეს არის მათი პოლიტიკური ოპონენტის გიორგი გახარიას დევნა, პერსონალური ვენდეტა, რომელიც 2024 წლის არჩევნებამდე იმედის ტელეკომპანია იმედის ეთერში დაანონსდა ბატონი ივანიშვილის მხრიდან და შემდეგ მას მოყვა აი ეს ქმედებები, ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა გიორგი გახარიაზე ორჯერ და მათ შორის ყველა იმ ქმედების განხორციელება, რომელსაც ახორციელებს ოცნება. მათ შორის ეს იყო ის აბსურდული გამოძიების პროცესი, რომელიც ეხებოდა ჩორჩანას ეპიზოდს და რა თქმა უნდა 20 ივნისის ეპიზოდს. ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ 2019 წელს სამხრეთ ოსეთში დაიწყო გამოძიება, სწორედ იგივე მოცემულობით და იგივე მუხლით, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებდა, შემდეგ უკვე აი 6 წლის შემდეგ და მაშინ, როდესაც ისინი 2019 წელს ამაყობდნენ, იმიტომ რომ გიორგი გახარიას მხრიდან გადადგმული ნაბიჯები იყო სწორედ ჩვენი ქართული მიწის და ჩვენი ხალხის დაცვა. ახლა მათთვის ეს გადადგმული ნაბიჯები აღმოჩნდა მიუღებელი
და მაშინ, როდესაც ისინი უპრეცედენტო ზიანს აყენებენ ჩვენს ქვეყანას, მათ შორის აი რისკის შემცველ განცხადებებს აკეთებენ ჩვენ სუვერენიტეტთან დაკავშირებით და ზოგადად ამ საოკუპაციო თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იცით, რამდენად გრძნობიარეა ეს საკითხი ჩვენთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ გვყავს ასევე უამრავი დევნილი მოსახლეობა, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია ის ყველაფერი, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში. და ვხედავთ, რომ არაფერზე არ იხევენ უკან იმისთვის, რომ გაანეიტრალონ და პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ მისცენ მათთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ოპონენტს გიორგი გახარიას. აი ეს არის მთავარი და სწორედ გუშინდელი განცხადებაც არის ამის ერთ-ერთი გამოძახილი. ასე ვთქვათ, არგუმენტი. რა თქმა უნდა, ეს ხო ბუნებრივია. ლოგიკა არის ახლა მათ ხარეს, რომ თუ ადამიანს იჭერ იმის გამო, რომ აქ ჩორჩანში პოსტი დადგა, ნუ მიგაჩნია, რომ ეს იყო დანაშაული, მაშინ აიღე ეს პოსტი გეუბნება. რა თქმა უნდა. ხო, ნუ ქართული მხარე ჯერ არ იღებს. ეს საინტერესო კითხვა არის, თუ დანაშაული იყო და თქვენ შეგიძლიათ კითხოთ პროკურატურას, რომ თუ დანაშაული იყო და ქვეყნის ღალატი იყო იქ პოსტის განთავსდება, აქამდე რატო ინარჩუნებენ ამ დანაშაულებრივ ქმედებას? მაგრამ პირველ რიგში, რა თქმა უნდა აღინიშნოს, რომ ეს იქნება პრეცედენტული საქმე, ეს იქნება ისტორიული საქმე, იმიტომ რომ ესეთი ზიანი ჯერ არავის არ მიუყენებია საკუთარი ხალხისთვის და ქვეყნისთვის და ეს აბსურდული გამოძიება, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ამ ყველაფრის განმახორციელებელი არის ოცნება სამწუხაროდ, რომელსაც აქვს დღეს ძალაუფლება, ეს ძალაუფლება კონსოლიდირებული აქვს საკუთარ ხელში და მათ მიერ შექმნილი კანონებით გვიწევს ჩვენ ცხოვრება, გადასახადების გადახდა და ეს ყველაფერი არის ზედაპირზე, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან. ხო, ახლა ჩეხევამ შეზღუდვებს, რომელიც ოცნება შემოაქვს. თქვენ გადაცემის მთავარი თემა ეს არის დაწყებული ემიგრანტებიდან გაგრძელებული ახლა სხვა შეზღუდვებით, ხო? საარჩევნო კოდექსში უამრავი რამ იცვლება, ახლა სასამართლოში ძალგე გადაღების და მობილური შეტანის შეზღუდვა. ამ ფონზე თქვენ პარლამენტში რისი გაკეთება შეგიძლიათ? თქვენი ერთ-ერთი წევრი შარა შეინძის კომენტარი ნახე, რომ სასტიკ წინააღმდეგობას გავუწევთ, მაგრამ როგორ? რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არის უცვლელი, ის რომ ჩვენ შევედით საქართველოს პარლამენტში, ეს არის პირველ რიგში ის რომ ჩვენ დავაბრუნოთ პოლიტიკაში, დავაბრუნოთ საქართველოს პარლამენტში განსხვავებული აზრი და ჩვენ ნაბიჯ მიუყვებით და ის ფაქტი, რომ ოცნების ოფისად რა თქმა უნდა შეიცვლება, იმიტომ რომ რეჟიმთან ბრძოლა მოითხოვს თანმიმდევრულობას, ეს არ არის ერთი და ორთვიანი საქმე, ეს არის ხანგრძლივი პროცესი, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ უამრავი ინსტრუმენტი დაუგროვდა ოცნებას ხელში, ხო? ეს არის პროპაგანდა, ეს არის კორუფცია, ხალხისგან მოპარული ფული და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ძალადობა ყველა სახელმწიფო უწყება, რომელიც არის დღესდღეობით, არის ოცნების მხრიდან მიტაცებული, ეს არ ემსახურება ხალხს და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებას, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რეჟიმთან ბრძოლა იყოს თანმიმდევრული და რა თქმა უნდა ძალიან მტკიცე. გავიგეთ, მაგრამ შედეგი ხო არ შეიცვლება ამით, ამას ვამბობ. შედეგი სწორედ შეიცვლება განსხვავებული აზრის დაბრუნებით. ხო, კანონში. რა თქმა უნდა, მიიღებს, თუმცა სულ უფრო მეტი ადამიანი დაინახავს იმას, რომ ოცნება წარმოადგენს დღესდღეობით ქვეყნის განვითარებისთვის უდიდეს წინაღობას. თქვენს პარლამენტში შესვლამდე ვერ ხედავდა ამას ეს ხალხი? ჩვენს პარლამენტში შესვლამდე არის მოდა საქართველოს პარლამენტში განსხვავებული აზრი. საქართველოს პარლამენტი ქცეული იყო ოცნების ოფისად და სრულიად არ უქმნიდა მათ დისკომფორტს, არც ბოიკოტი და არც ყველა ის ქმედება, რაც ერთი წლის განმავლობაში ოპოზიციურმა პარტიებმა ზოგადად სამოქალაქო სექტორმა განახორციელეს. ჩვენმა იქ ყოფნამ დააბრუნა განსხვავებული აზრი, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოს მოსახლეობაში, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესი აღდგეს, რომელიც დღესდღეობით საქართველოში არის მკვდარი. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არის დიახ პოლიტიკური ტრიბუნა, მათ შორის პარლამენტი, ადგილობრივ დონეზე საკრებულოები და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა დავანახოთ საქართველოს მოსახლეობას, რომ ოცნების ალტერნატივა არსებობს, ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ ჯანსაღი აზროვნებით, სტაბილური მშვიდობის დამცველი ძალები არსებობს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც დააბრუნებს ჩვენს ქვეყანას კონსტიტუციურ ჩარჩოებში. დღესდღეობით არ არის ჩვენი ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ვხედავთ, რომ ძალადობის მსხვერპლი არის სრულიად მოსახლეობა, მაშინ, როდესაც ძალადობენ
ფიზიკურად და ახლა უკვე სასამართლოს მეშვეობით. ანუ ყველა ინსტრუმენტი აქვს მიტაცებული, ახლა კიდევ ცვლილებები განხორციელდება და კიდევ უფრო მეტი მძიმე პროცესები იქნება და ამ ყველაფრის შედეგი დადგა რა თქმა უნდა იმ ბოიკოტის შემდეგ და 4 ოქტომბრის შემდეგ. რა თქმა უნდა, ბოიკოტი რომ არა, ჩვენ ველოდით რომ ბოიკოტი შეასუსტებდა და შეაჩერებდა ოცნების აი ამ აგრესიულ მანქანას. თუმცა ჩვენ ვხედავთ დღეს რომ ისინი გაძლიერდნენ, მათ დისკომფორტს არ უქმნის არანაირი ბოიკოტი და პირიქით ისინი ყველაფერს აკეთებენ, კანონებს იღებენ, ჩვენ გვიწევს მათი მიღებული კანონებით ცხოვრება, ჩვენ ხვალ შვილებს გავუშვებთ სკოლებში ამ პარლამენტში შესვლით ამას ვერ აფუჭერებთ ამ პროცესს, ხო? ისევ მიიღებენ ამ კანონებს. რა თქმა უნდა, ეს იყო თქვენ იქ იქნებით თუ არ იქნებით, ჩვეულებრივად მიიღებენ ამ კანონებს, ხო? მიიღებენ, თუმცა ისევ მოგიწევთ მათი კანონების მიხედვით ცხოვრება. დაინახავს რეალურ სახეს. ერთადერთი შვება ის არის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა თქვენს ლიდერს დაჯერას უპირებენ, აგერ გაქცეული არის ბერლინში, ხო იმის გამო რომ საქმე აღძრეს მის წინააღმდეგ. დიახ, ჩვენი ლიდერის საქმე, როგორც მე უკვე გითხარით, ეს არის ისტორიული საქმე. ეს არ არის საქმე, რომელშიც პოლიტიკოს ქონდა იმის არჩევანი, რომ ის არ ყოფილიყო დევნის ობიექტი. ეს არის საქმე, რომელიც არის ისტორიული და ამ საქმით ოცნება აზიანებს ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს პირველ რიგში. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ უფრო მეტმა ადამიანმა დაინახოს, რას აკეთებს ოცნება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ანუ ყველაფერზე მზად არიან იმისთვის, რომ ხალხისგან მოპარული ფული შეინარჩუნონ. თქვენ რა გონიათ, აი კორუფციას ვებრძვით, რომ იძახიან, ეს კორუფციასთან ბრძოლა? ეს არის ფასადური აქტივობები, რომელსაც ისინი ახორციელებენ, მხოლოდ იმისთვის, რომ შექმნან ტყუილი მოლოდინი იმისა, რომ დიახ, კორუფციას ებრძვიან. როგორ შეიძლება ვისაუბროთ კორუფციასთან ბრძოლაზე, ან კორუფციის პრევენციაზე, როდესაც მხოლოდ ერთი კლანის წარმომადგენლებს, ლილუაშვილი, ღარიბაშვილის კლანის წარმომადგენლების იდენტიფიცირება მიმდინარეობს, მათი დევნა, დაჭერებს ხედავთ ამ რაღაც სპექტაკლებს ტელევიზორში და ამ დროს კალაძე კობახიძის კლანი არის ძალიან მშვიდად თბილისის მერია და ჩვენი დედაქალაქის მართველი გახლავთ დღესდღეობით კორუფციის სიმბოლოდ ქცეული კახი კალაძე. აქედან გამომდინარე, აი ეს ზედაპირულობა და ეს მათი ტყუილები, რა თქმა უნდა, არის დანახული მოსახლეობის მხრიდან. კოდექსში ეს ცვლილებები მიიღეს და ნუ მიიღებენ უნებრივი ახლა თქვენ ხელს ვერ შეუშლით პარლამენტში, რაც უნდა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიოთ. საბოლოო ჯამში ნიშნავს თუ არა იმას, რომ შეიძლება გაზაფხულზე მართლა არჩევნები ჩატარდეს და იმ ფონზე როცა თქვენს გარდა ყველა ოპოზიციურ პარტიას აკრძალავენ, უნდა მიიღო თუ არა მონაწილეობა ამ არჩევნებში. მე ვერ ვხედავ იმ დგენელებს დღესდღეობით ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, რომ რეჟიმი ფიქრობდეს არჩევნების ჩანიშვნაზე. მაშინ სამწუხაროდ ადრე რა თქმა უნდა ეს ცვლილებები კოდექსში. ნახეთ, დღესდღეობით საქართველოს პარლამენტში შემოსული არის 16 საკანონმდებლო ინიციატივა, მათ შორის არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, ეხება განათლების სფეროს, ეხება ადამიანის უფლებებს, მათ შორის არის საარჩევნო კოდექსი და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნეს ხელშეკრულება, საინვესტიციო ხელშეკრულება, რომელიც დღესდღეობით იდება ქვეყანაში, ეს არის არაბული ინვესტიციები, ზოგადად ინვესტიციები, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, თუმცა ვხედავთ რეჟიმის პროპაგანდისტული მანქანა, როგორც ცდილობს აი ამ ხელშეკრულებაზე სასაცილოც კი არის და ღიმილის მომგვრელიც კი არის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სარეკლამო აგენტად არის ქცეული, რაღაც ვიდეოებს ხედავთ გადაღებულს და ამ ვიდეოებში როგორ გვესაუბრება თუ რამხელა სარგებელი ექნება ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, სარგებელი უნდა კონდეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ნებისმიერი ინვესტიცია, თუმცა ჩვენმა მოსახლეობამ დაიმსახურა და უნდა იცოდეს რა არის ხელშეკრულების შეთანხმების საგანი. რას ვთმობთ და რა სარგებელს ვიღებთ ამ ყველაფერში, იმიტომ რომ სხვისდება უდიდესი რაოდენობის მიწა და ამხელა მოცულობის ხელშეკრულება და ამხელა მოცულობის ინვესტიცია ბოლო 30 წლის განმავლობაში დამეთანხმებით, რომ ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერს გაიცეს პასუხი. თემასო დაუბრუნდეთ თქვენი აზრით, ანუ რატო გძალავს
ემიგრანტების მონაწილეობას. ფაქტობრივად გრძალავს ახლა დეიური არ გრძალავს, მაგრამ დე ფაქტო ასე გამოდის მონაწილეობას არჩევნებში. ახლა მაგალითად თქვენი ლიდერი გახარია, თქვენ კი მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ თქვენი ლიდერი გახარია, ხვალსაც ვერ მოგცემთ. ბერლინში აღარ იქნება პუნქტი, ვერ მივა იქ ხმის მისაცემად. ჩვენი ლიდერი გახარია არის მაქსიმალური ჩართულობით წარმოდგენილი საქართველოს პოლიტიკაში და ის რომ ოცნებას და ასევე ნაცებსაც აქვთ იმის ოცნება რომ გახარია პოლიტიკური ველიდან გააქრონ ეს ოცნება დარჩება მათთვის ოცნება შესაბამისად არანაირად არ განსაზღვრავს მისი ხმის მიცემა ამ საკითხს თუმცა ეს ცვლილება რა თქმა უნდა მე გეთანხმებით არის უმძიმესი მარტო იმიტომ არის მძიმე რომ ის რომ დღესდღეობით ჩვენს ქვეყანას ყავს ამდენი ემიგრანტი ქვეყნიდან წასული ეს არის ქართული ოცნების პასუხისმგებლობა ქართული ოცნება ვერ ქმნის ქვეყანაში იმ მდგომარეობას სადაც მოქალაქეები არ არიან იძულებულები დატოვონ საკუთარი ოჯახები და წავიდნენ იძულებით გადასახლებაში იმისთვის რომ არჩინონ ჩვენი ოჯახები და კიდევ აქვთ იმის უფლება რომ ეუბნებიან ჩვენს ემიგრანტებს რომლებიც უკიდურეს სიდუხჭირეში არიან სხვა ქვეყნებში იმისთვის რომ შეინარჩუნონ საკუთარი ოჯახები რომ არჩევნებისთვის 4 წელიწადში ერთხელ ჩამოდითო ზოგს მათგან საკუთარი შვილი არ უნახავს საკუთარი მშობელი ისე არის გარდაცვლილი ძალიან ბევრ შემთხვევაში რომ ისინი ვერ ჩამოდიან აქ და ვერ ესწრებიან და ვერ ემშვიდობებიან საკუთარ ნათესავებს აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხაზი გაესვას ის რომ დიახ ძალიან მძიმე მოცემულობა არის ამ მიმართულებით მაგრამ აქ ჩვენ ვერ ვხედავთ რომ ეს ცვლილება აუცილებლად იმისთვის არის ინიცირებული რომ 2026 წელს იყოს არჩევნები ხელახალი არჩევნები ჩანიშნული ანუ არჩევნების ასე ვთქვათ მზადებას ოცნებას ვერ ატყობთ ამისთვის ვერ ვატყობ რომ მას ჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის რომ გაანახორციელოს ის ქმედებები რასაც აკეთებს ყველაფერს აკეთებს რაც უნდა. მაგალითად თქვენი წინასწარმეტყველების სხვადასხვა ვერსია არა შეიძლება გააკეთოს გარდა იმისა რომ ამოიღოს ეს სამოძრავო მოხლი შეიძლება ნეიტრალიტეტი ჩაწეროს, შეიძლება მაჟორიტარული არჩევნები დააბრუნოს, რომ უფრო მარტივი იყოს მერე მოგება და ბევრი რამ შეუძლია საკონსტიტუციო უმრავლესობით გააკეთოს. ჩემს წინამოსაუბრეს ჯობია რომ ჩემმა წინამოსაუბრემ ჯობია რომ გასცეს იმ შეკითხვებს პასუხები, რომელიც არის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. სწორედ ესეთი განცხადებებით ისინი ყოველთვის მაშვალ რგოლს წარმოადგენენ ქართული ოცნებისთვის. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის, რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები ვიყოთ და შევქმნათ ის დღის წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს რეჟიმის დამარცხებას და არა მის დახმარებას. ხო და რა დღის წესრიგს გქნით თქვენ? ბრძოლას, განსხვავებული აზრის დაბრუნებას საქართველოს პარლამენტში და ამ ღირსეულ ოპონირებას. დემოკრატიის სხვადასხვა ინსტრუმენტებით ოპონირებას, რასაც ჩვენ ვახორციელებთ მშვიდობიანი ფორმით. დევდაშია, ყველა პოზიციურ პარტიას კრძალავენ. რავი, ხალხს არჩევნებში მონაწილეობას უგრძალავენ. არასამთავრობო სექტორი აკრძალულია, გამკაცრებული კანონები, ფაქტობრივად ამბობს ჩვენი დასავლელი მეგობრებიც, რომ დიქტატურისკენ მივდივართ. ამ ვითარებაში თქვენ ფიქრობთ, რომ ეს რაღაც განსხვავებული აზრის შექმნა პარლამენტში საკმარისია საბრძოლველად? მძიმეა მოცემულობა და პირველ რიგში ეს მოცემულობა დადგა ერთწლიანი ბოიკოტის და 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის შემდეგ. ეს მძიმე მოცემულობა ოპოზიციის ბრალია ამას. ეს მძიმე მოცემულობა არის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ბრალი, რომლებიც ქმნიდნენ იმის განწყობას მოსახლეობაში, რომ მშვიდობიანი დამხობით შეცვლიდნენ მდგომარეობას. რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ 4 ოქტომბერს საარჩევნო ყუთებთან კი არ უნდა მისულიყვნენ და საარჩევნო უბნებზე კი არ უნდა მისულიყვნენ, უნდა მისულიყვნენ რუსთაველის გამზირზე. ეს რომ არ მოხდარიყო, ოცნება ამ შეზღუდვებს არ დააწესებდა თქვენ ფიქრობთ? ნახეთ, 1 წლის წინ არ იყო ესეთი მძიმე ვითარება პოლიტიკურად, როგორც არის. 4 ოქტომბერმა კიდე უარეს მდგომარეობაში შეგვიყვანა, კიდე უფრო მეტ პოლიტიკურ ჩიხში შეგვიყვანა. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ყავს 150-ზე მეტი პოლიტპატიმარი, 4 ოქტომბრის შემდეგაც უფრო მეტი პოლიტპატიმარი, ამის შემდეგ მიიღეს კიდე უფრო მეტი რეპრესიული კანონი, რომელიც მანამდე ჰქონდათ მაგალითად პარტიების აკრძალვა და ანონსები. და მთავარი კიდევ 4 ოქტომბერი არ იყო მომხდარი, მაგრამ მანამდე იყო პარტიების აკრძალვა და ანონსები. მთავარი არის ის, რომ პროტესტმა შეიძინა სხვა სახე, რომელიც საერთოდ ბმაში არ არის მშვიდობიან
აქტივობასთან, რომლითაც დაუშვათ პროტესტს. მაგრამ დღეს ისე მშვიდობიანი აქცია იმართება. მადლობა, ეხლა სწორედ აქციას დაუბრუნდებით. ატახვედელიანი იყო ჩვენი სტუმარი, გახარია საქართველოსთვის წევრი და მშვიდობიანი აქცია, რომელიც იმართება რუსთაველის გამზირზე ყოველ დღე, უკვე თითქმის 1 წელია. დღესაც იმართება, როგორც გითხარით, სალომე ჯაფარიძე არის იქ აქციაზე, მას დაუბრუნდები და გვეტყვის რა ხდება ეხლა ამ მომენტისთვის. სალომე, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მე მოგესალმებით. პირველ რიგში, როგორც ვიცით, საპროტესტო აქციამ განსხვავებული ფორმა მიიღო მას შემდეგ, რაც შეიცვალა კანონმდებლობა და დემონსტრანტებს აღარ ეძლევათ საშუალება, რომ გადაკეტონ რუსთაველის გამზირი. ისინი როგორც წესი გადაადგილდებიან ხოლმე სხვადასხვა ქუჩებში და დღევანდელი დღეც არ ყოფილა გამონაკლისი, თუმცა სიახლე იყო ორგანიზატორების მხრიდან ის, რომ გეგმა იცვლებოდა სპონტანურად, ანუ წინასწარ არ იყო დაგეგმილი ის მარშრუტი, რომლითაც წამოვიდნენ დემონსტრანტები, გზადაგზა იღებდნენ გადაწყვეტილებას, რადგან მათედავიძის მხარდამჭერი აქცია საბოლოო ჯამში აქციამ ვერ მიიღო ის სახე, რაც სურდათ დემონსტრანტებს და ორგანიზატორებს, რადგან არ მიეცათ საშუალება, როგორც თავად ამბობენ, რომ გადაადგილებული იყვნენ და გადაეკეტათ მელიქიშვილის გამზირი. მოდით გადავიდეთ დემონსტრანტებთან და ვნახოთ, რას ფიქრობენ. გადავალ მოქალაქესთან, რომელიც ჩამოვარდა პროტესტს, გამარჯობა პირდაპირ ეთერში. რა არის თქვენი მთავარი საქმე? ხედავთ წარწერას, თუმცა რატომ ხართ აქ და ხედავთ ხოლმე ერთი კაცის პროტესტის სახით ბანერები საპროტესტო აქციებს, აი რა არის მთავარი? დღევანდელი მთავარი სათქმელი არის, რომ გამარჯვება და სოლიდარობა მათედევიძეს. ზოგადად ყველას ნაცვლად ვერ ვილაპარაკე, მაგრამ ჩემი პირადი სათქმელი ის არის, რომ ქართული ოცნება დასრულებულია უკვე, ეს რამდენიმე თვის თუ რამდენიმე კვირის ამბავი არის, არავინ იცის და სანამ ეს დღე არ დადგება, ჩვენ იქამდე არ გავჩერდებით, სანამ თვითონაც არ მიხვდებიან, რომ დასრულდნენ და როდესაც ქართული ოცნება დასრულდება და ამას თვითონაც იგრძნობენ, მერე ყველაფერი იქნება უკეთესად ამ ქვეყანაში. მადლობა ძალიან დიდი. უსმენთ აქციის ერთ-ერთი მონაწილის კომენტარს. ხოთაშორის აქ როგორც გითხარით, მე რა განსხვავებული ფორმატია პროტესტის. ახლა ვიმყოფებით პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე, ეს გახლავთ მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორია, თუმცა რუსთაველის გამზირიდან მელიქიშვილი ზანდუკელის ქუჩა გამოიარეს დემონსტრანტებმა საკუთარი ფეხით და შემდეგ უკვე მოვიდნენ აქ და ახლა ელოდებიან თანაგუნდელებს. აქ არიან სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტების ბუნებრივია, ასევე ვიცით რომ სიტყვის გამხნევება მიმდინარეობს ახლა მოქალაქეების და თანაგუნდელების ლოდინში არიან და თათია მექვაბიშვილთან გადავალ. გამარჯობა, თათია პირდაპირ ეთერში ვართ. მოკლედ რა არის დღევანდელი აქციის მთავარი სათქმელი და რატომ გახდა საჭირო ამ ფორმით გადაადგილება დემონსტრანტების? დღეს არის 1 წელი, რაც მათედავიძე დააკავეს და უამრავი ადამიანი სპეცოპერაცია მოგვიწყვეს იმ ნოემბრის 19-ად. ძალიან ცივ დღეს. ჩვენ დღეს გამოვხატეთ სოლიდარობა იმ პატიმრების მიმართ, ვინც გამოკეტილია ახლა ტყუილად გისოსებში და მოგვიწია აი ამ ფორმით სიარული, იმიტომ რომ პოლიცია იყო მობილიზებული, რომ ხელი შეეშალა ამ ადამიანებისთვის, ახალგაზრდებისთვის, იქვე დააკავეს თასაოს ლექტორი ქეთი ხუსკივაძე, რომელიც წარმოუდგენელია ჩემთვის, რომ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას. ეს არის სადამსჯელო ოპერაცია, რომ იმ ადგილას, სადაც სტუდენტები გამოკეტეს გისოსებს მიღმა და დააკავეს, ახლა დღეს დააკავეს ლექტორი, რომელიც დგას სწორ მხარეს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემენ ეს სტუდენტები. ჩვენ ვეუბნებით ამ რეჟიმს, რომ ამ ახალგაზრდებისთვის არასოდეს გავჩერდებით, ვიბრძოლებთ, მაგრამ ყველა რეჟიმის ტყვე არ განთავისუფლება და ეს სახელმწიფო არ დაუბრუნდება ხალხს. მადლობა, უსმენთ თათია მექვაბიშვილს. ქვემოთ ტერიტორიაზე არიან სამართალდამცავები, ქვედა პერიმეტრზე არიან ისინი და როგორც ხედავთ მოჰყვებოდნენ მსვლელობას გზადაგზა, თუმცა ამ შემთხვევაში მის საშინე საქმეთა სამინისტრო მუხლება დემონსტრანტებს, რომ სხვადასხვა ქუჩებში გადაადგილებულიყვნენ. მე რა ასეთი ავითარება ჯერჯერობით ვიცით, რომ პარალელურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია და ვიცით ისიც, რომ საბოლოო ჯამში ეს ადამიანები შეუერთდებიან თანაგუნდელებს სწორედ ქვეყნის პარლამენტში. დიდი სალომე ჯაფარიძე იყო გვერდებოდა რუსთაველის გამზირიდან ჩვენი კორესპონდენტი და საბა ბუაძე შემოგვიერთდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მივესალმებით მას. მოგესალმებით მერაბ და მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და დღეს ვსაუბრობთ აი ამ შეზღუდვებზე, რომელიც ესე მოგვაყარა და ყოველ დღე გვაყრის. მთავარი კითხვა არის რა იქნება შემდეგი და არავინ არ იცის რა იქნება შემდეგი. ხო, პარტიების აკრძალვიდან დავიწყეთ და მივედით
ემიგრანტებისთვის ფაქტობრივად ხმის ჩამოართვებაზე, იმიტომ რომ ახლა ამდენი ემიგრანტი საქართველოში ვერ ჩამოვა, ყველამ ვიცით, ახლა აგერ ადვოკატებსაც მობილურებს ჩამოართვებენ სასამართლოში და ასე შემდეგ, მოკლედ. ყველა მიმართულებით რაღაც აკრძალვები არის. საბოლოო ჯამში მართლაც ადამიანის შეიძლება ეს მივიდეს და რა იქნება შემდეგი შენი აზრით. მოდი ვთქვა ჯერ რა არის ეს, ხო? ცალსახად არის ჩემი აზრით სისუსტის დემონსტრირება, ერთგვარი პოლიტიკური სასოწარკვეთის დემონსტრირება, იმიტომ რომ ნორმალურ ვითარებაში ის ვინც საკუთარი ძალაუფლებით არის ჰარმონიაში, ასე არ იქცევა. და ქართული ოცნების მხრიდან არის პირველ რიგში იმ ძალიან დიდი არასრულფასოვნების აღიარება, რომელიც მათ გააჩნიათ. კი, რასაკვირველია ეფექტურ კონტროლს ისინი ხელისუფლებაზე ახორციელებენ, ლეგიტიმაციაზე ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ მათი ლეგიტიმაცია არის სადაო, მინიმუმ და არა აქვთ აქაც კარგად საქმე. უდაოა ის, რომ ისინი არიან ძალიან სერიოზულ იზოლაციაში თავისუფალი სამყაროდან, რომელიც სამწუხაროდ ღრმავდება, რომელიც მათზე კი არ აისახება მხოლოდ რასაკვირველია აისახება ჩვენ ქვეყანაზე, აისახება ყველაფერზე, აბსოლუტურად ეკონომიკაზე, ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, განათლებაზე, იმიტომ რომ აი ამ მზარდი იზოლაციის გამოძახილი არის ის დამანგრეველი ნაბიჯები, რომელიც მათ გადადგეს განათლების სექტორში. საქართველოს მოწყვეტა ბოლონიის პროცესიდან, საგანმანათლებლო სივრცეების შეზღუდვა, ამ კავშირების 30 წლის განმავლობაში ნაშენები კავშირები იქნა განადგურებული. ერასმუსის პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევდა ქართულ სტუდენტებს, რომ გაცვლითი პროგრამით წასულიყვნენ საზღვარგარეთ, ენახათ იქაური ვითარება, თანამედროვე სამყაროს მაჯისცემა იგრძნოთ, ამ ყველაფერზე ჩაუკეტეს შესაძლებლობა და ამიტომ არავის არ ეგონოს, რომ ეს იზოლაცია არის მხოლოდ პოლიტიკური, ეს იზოლაცია არის ძალიან მრავალმხრივი, ვიზა ლიბერალიზაციის და უვიზო მიმოსვლის გაუქმების შემთხვევაში ეს კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ამ იზოლაციას, იმიტომ რომ სამედიცინო კავშირები, რომელიც დღეს ძალიან დიდი არის ევროპასთან მოგეხსენებათ და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე სარგებლობს უვიზო მიმოსვლით, სწორედ იმიტომ რომ სწრაფად მიიღოს რაღაცა ჯანდაცვის მომსახურება, რომელიც აქ არ არის, ამის შესაძლებლობას უკლავენ ამ ხალხს და ამიტომაც არის ეს დანაშაულებრივი, ამიტომ ამ იზოლაციას აქვს ძალიან ბევრი ზიანი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ და ეს იზოლაცია გაღრმავდება იქამდე სანამ ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში და ხედავთ რა სტილი აქვს არჩეული ქართულ ოცნებას და ივანიშვილს, რომ კიდევ უფრო რაღაც რადიკალური, კიდევ უფრო აბსურდული ნაბიჯი გადადგას, ამით მიიქციოს დასავლეთის ყურადღება, სადაც ცდილობს, რომ აი ამ თამასის ასე აწევით რაღაც ტიპის ტრანზაქციაში შევიდეს, ჩემთვის ეს ძალიან ცხადი არის, რომ ცდილობენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან მოიყვანონ აი ამ რადიკალური ნაბიჯებით ჩვენი პარტნიორები, თუმცა მე არ მგონია, რომ ასეთი ტრანზაქციულობის იმედი უნდა გქონდეთ მათ, არ მგონია, რომ ეს არის სწორი მოლოდინი, პირიქით მგონია, რომ ეს არის დასავლეთის თავისუფალი სამყაროს ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებით არ ცოდნის და იქაური საგარეო ურთიერთობების სპეციფიკის არასწორად შეფასების შედეგი არის ეს ყველაფერი, რასაც აუცილებლად გამოცდის ქართული ოცნება თავის თავზე, ოღონდ მე არანაირ ილუზიაში არ ვარ, მგონია, რომ ქართული ოცნების და ივანიშვილის ამოცანები არის უცვლელი, ეს ქვეყანა შეიყვანოს კიდევ უფრო ღრმა ჩიხში, კიდევ უფრო მეტად მოწყვიტოს თავისუფალ სამყაროს, აქ საკითხავი და მთავარი საკითხი არის ჩვენ რას ვაკეთებთ და როგორ უპირისპირდებით ამას. რა იქნება ივანიშვილის შემდეგი ნაბიჯი კი არა, არამედ ჩვენ რა უნდა ნაბიჯი უნდა გადავდგათ ამასამდე, ხო? შესაბამისად რა ნაბიჯი უნდა გადადგას? აქეთ ამხარე. ხო, აქეთ მხარეს ჩვენ ნახეთ რა მერაბ რომ ის რასაც ვაკეთებდით, ის არ მუშაობს. 13 წელი როგორც ხდებოდა წინააღმდეგობა, მე არ მინდა რომ დავაკნინო ეს 13 წელი, ბევრი ადამიანის ძალისხმევა, კეთილდღეობა, ბევრი ადამიანის თავისუფლება შეეწირა ამ წინააღმდეგობას და ამ ბრძოლას, აქვე მოვიკითხავ იმ სინდისის პატიმრებს, იმ ადამიანებს, რომლებიც არიან საპატიმროში, რომელიც ძალიან დიდ იმპულსს აძლევენ ამ პროცესს და ჩვენ ამ პასუხისგებლობაზე დაფიქრების კიდევ ერთ შესაძლებლობას გვაძლევენ საკუთარი უკომპრომისობით, მათ შორის პოლიტიკოსებს პირველ რიგში
იმიტომ რომ ბევრმა ამ ადამიანმა მიუხედავად იმისა ჩვენ რაზე შეიძლება თანხმდებოდეთ ან ვერ თანხმდებოდეთ ამ ხალხმა აჩვენა ძალიან გაბედული ნაბიჯი იმიტომ რომ ივანიშვილის მმართველობის პირობებში საპატიმროში ყოფნა ეს არ არის რაღაც მარტივი მოცემულობა იმიტომ რომ შეიძლება ეს პატიმრობა უსასრულოდ გაგრძელდეს რაც დაადასტურა ბოლო ტალღამ ხო შეიძლება ეს ძალიან ხანგრძლივი იყოს ეს პატიმრობა, რომელიც ვიღაცას ეგონა რომ აი რა მოხდა პოლიტიკოსები ახლა წავლენ და აისვენებენ რამდენიმე თვე და მერე დაბრუნდებიან, გამოჩნდა რომ ეს ასე არ არის და შეიძლება ეს პატიმრობა გაგრძელდეს ძალიან ბევრი წელი, ან მინიმუმ იმდენი ხანი, სადამდე ივანიშვილი არის ხელისუფლებაში, ხო? შესაბამისად ჩვენ უნდა გადავაფასოთ ის პროცესები, ის მიდგომები რომელიც აქამდე გქონდა და საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ აბსოლუტურად ახალი ბრძოლის სტრატეგია, რომელიც არის დაფუძნებული პრაგმატიზმზე და არა იმ ისტერიაზე, რომელშიც ხშირად ოპოზიცია ყოფილა სამწუხაროდ, რომელიც დაფუძნებული არის გულწრფელობაზე და ქართველი ხალხისთვის სიმართლის თქმაზე, სწორი მოლოდინების შექმნაზე, რაც ასე ძალიან აკლდა აი ამ პროცესს ამ წლების განმავლობაში. პროტესტი და წინააღმდეგობა არის, ამას ვხედავთ, აი ახლა თქვენი ეთერის საშუალებით ჩართვაც არის ამის დასტური, რომ არ წყდება ეს პროტესტი, უკმაყოფილება არის დიდი და მე ვიტყოდი, რომ მზარდი, თუმცა შეიძლება ისე ვიხილოთ ჩვენ ერთი წლის წინ რამდენი ადამიანიც იყო ქუჩაში, იმდენივე ადამიანი შეიძლება ვიხილოთ ჩვენ ქუჩაში, ოღონდ შედეგი იქნება იგივე, თუ ამ ხალხს არ ექნება აი ამ სიტუაციიდან პოლიტიკური გამოსავალი, პოლიტიკური შეთავაზება თუ არ იარსებებს. შარშან რა სიტუაცია იყო ერთი წლის წინ? 28 ნოემბერს გამოვიდა კობახიძე, გააკეთა ეს ანტიკონსტიტუციური და ანტიეროვნული განცხადება, რასაც ქვია შეჩერება მოლაპარაკებების ევროკავშირთან, გამოვიდა ასეულობით 1000 ადამიანი, მათ შორის იყო ფიზიკური ანგარიშწორება ამ ხალხის წინააღმდეგ ქუჩებში, მაგრამ იმის გამო რომ არ არსებობდა პოლიტიკური ლოგიკა ამ პროცესში, პოლიტიკური გამოსავალი რო არ არსებობდა ისეთი, რომელსაც საზოგადოება დაიჯერებდა, ამან ლოგიკა იყო რომ არჩევნებზე წასულიყო ხალხი 2024 წელს. არა, 2024 წელს მერე ვამბობ. შენობა ვერ ხო რა, მანამდეც ხო იყო აქციები, მაგრამ ამ ლოგიკამაც არ იმუშავა, ხო? ვერ იმუშავა სხვა მიზეზის გამო. ოპოზიციის შეცდომების პლუს გაყალბება იქნება თუ ძალადობა არჩევნებზე და ხო, არჩევნებზე ვნახეთ ყველაზე კარგად, ხო? ის რომ ის შეთავაზება საზოგადოებამ სათანადოდ არ აიტაცა, ეს გამოჩნდა იმაში, რომ ამორჩევლის აქტივობა იყო არაფრით არ აღემატებოდა წინა არჩევნებზე არსებულ აქტივობას. ამ დროს მოლოდინი არსებობდა, რომ საზოგადოება დაინახავდა ამ მომენტის ეგზისტენციალურობას, მაგრამ პოლიტიკური გამოსავალი ვერ დაინახეს ერთიანობა, ვერ დაინახეს მკაფიო ალტერნატივა და ეს მკაფიო ალტერნატივა ვერ დაინახეს, იმიტომ რომ წინა საარჩევნოთაც ოპოზიციაში იყო ისეთი დაპირისპირება, რომელიც რაღაც ლოგიკის დანახვის ნაცვლად პირიქით ქაოსს აჩვენებდა და ქაოსს ასხივებდა, შესაბამისად მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. აქტივობა არ იყო მაღალი, რაც ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ ის კრიტიკული ნაწილი საზოგადოების, რომელიც ცვლილებისთვის იყო აუცილებელი, ვერ დავარწმუნეთ ამ მომენტის ეგზისტენციალურობაში. უნდა გავაკეთოთ ის, რომ მოვიდეთ უკეთეს ფორმაში, საზოგადოებისთვის ჩამოყალიბდეს აქეთ მხარეს მკაფიო ალტერნატივა, არსებულის გაუმჯობესებით და ამავდროულად კიდევ ახალი პოლიტიკური განაცხადის შეთავაზებით და გჭირდება მუშაობა, გჭირდება რისკებზე მუშაობა, მათ შორის რას ვაკეთებთ იმ შემთხვევაში თუ გაყალბების მასშტაბი იქნება კიდევ უფრო მეტი, იმიტომ რომ წინა არჩევნებიც იყო ერთგვარი ეხლა ადამიანელი არჩევნები თუ დემონსტრირება იმის, რომ მომზადებელი აღმოჩნდით, ხო? და სწორი ფორმით დისკუსია, ხო, ადამიანელი არჩევნები, რატო უნდა დაინიშნოს ადამიანელი არჩევნები? მოდით ჯერ ამ კითხვას უპასუხოთ, ხო? უმრავლესობის აღებაზე. ხო, ანუ ადამიანელი არჩევნები თუ დაინიშნება, ესე იგი ეს იქნება არა ჩვენი ზეწოლის შედეგად დანიშნული არჩევნები, არამედ ისეთი არჩევნები, რომელიც ახლა რაღაც ამოცანის შესრულებისთვის სჭირდება ქართულ ოცნებას. თუმცა მე ამ იზოლაციას, რომელიც პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების ერთიანობით იქნა მიღწეული, არ დავაკნინებდი, იმიტომ რომ ეს იზოლაცია ჩვენ
შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვით, მაგრამ ის რომ ძალიან კაფიოდ არის ეს იზოლაციის სურათი, ეს მე ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ არის დამსახურება ამ პოლიტიკური კლასის. უპირველესად საზოგადოების და ხალხის, რომელიც გამოვიდა და საკუთარი მართლა ჯანმრთელობის ფასად დაუპირისპირდა იმ საზიზღრობას, რომელიც ქუჩებში ტრიალებდა ერთი წლის წინ, მაგრამ ამავდროულად პოლიტიკური კლასის დამსახურებაც არის. რაც შეეხება თქვენ კითხვას, ვადამდელი არჩევნები თუ დაინიშნა, ჩვენ უნდა შევაფასოთ ეს პროცესი შესაბამისად, წინასწარ ეხლა არანაირი ფატალისტური განცხადებები არ უნდა გავაკეთოთ და უნდა კაფიოდ დავინახოთ სურათი, რას ვაკეთებ. მე ვფიქრობ, რომ და დღეს მესმის ეს რაღაც უაპელაციო განცხადებები, რომ არც ერთ შემთხვევაში ეს თუ მოხდება, ჩვენ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ეს შეცდომა არის თუ სწორი არის კონცეპტუალურად, ხო? ასეთი ფორმით პოლიტიკური პროცესის წარმოება ჩანასახშივი არის არასწორი. სხვა პარტიებთან კონსულტაციის გარეშე, სხვა პარტიებთან პოზიციების შეჯერების გარეშე, როცა შენ გამოდიხარ და იძახი, რომ არც ერთ შემთხვევაში ეს არ უნდა გავაკეთოთ, ეს არის რა, იგივეს გაგრძელება, რომ საჯაროდ ელაპარაკებიან პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური მოთამაშეები ერთმანეთს და ეს არ არის ის, რამაც საზოგადოების უნდობლობა გააღრმავა პროცესის მიმართ. ამიტომ ყველას ვურჩევდი, რომ შევწყვიტოთ ეს ტელეეკრანებიდან ერთმანეთთან ლაპარაკი, ერთმანეთის მძევლად აყვანის მცდელობები, შეჯიბრი ამ რადიკალიზმში, რომელიც ბევრჯერ ვნახეთ, რომ არის დამაზიანებელი, თუ ვინმეს აქვს ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების სურვილი, ეს უნდა მოხდეს იმ ძალიან ბევრ ფორმატში, სადაც ოპოზიციური პარტიები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ერთმანეთს ესაუბრებიან. მე კი არ წარმოვადგენ დღეს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ მაინც რაღაც საზოგადოებრივ პროცესში ჩართული ვარ, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებთან მაქვს კომუნიკაცია და ვისურვებდი, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც რაღაცა პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და ხედვა აქვს მომდევნო შესაძლო ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს ხედვები გაუზიარონ ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა, იმიტომ რომ მივიღებთ ზუსტად იგივე შედეგს. მე ჩემ პოზიციას გეტყვით, რომ მე მგონია, რომ გამორიცხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ნებისმიერი იმ არჩევნებში მონაწილეობის გამორიცხვა, რომელზეც ხელისუფლების ცვლილების ბედი თუნდაც ფორმალურად არის დამოკიდებული, არის უპასუხისმგებლობა. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი პარტიები შეიძლება აკრძალული იყოს. ჩვენ ამიტომ რა მოცემულობა იქნება ამ ვადამდელი არჩევნების დადგომის შემთხვევაში, ამ მოცემულობიდან უნდა გამოვიდეთ, ხო? და უნდა გამოვიდეთ იმ მოცემულობიდან, რა სურათი არის და რისი შესაძლებლობა არის. ჩვენ ადრე მითხარით, ჩვენ კი არ უნდა დავასწროთ და საკუთარი თავი კი არ უნდა გავიუქმოთ, ხო? კი, ადრე მითხარით ეთერში, რომ აპირებდით პარტიის შექმნას თანამოაზრებთან ერთად. ნახეთ, პარტიის ფორმალურ სამართლებრივი რეგისტრაცია იმ ვითარებაში, როდესაც მიმდინარეობს პოლიტიკური პარტიების გაუქმებაზე მსჯელობა, რეგისტრაციის გარეშე აბსოლუტურად არ მგონია აქტუალური. ჩემთვის პარტია რაღაცა საიდენტიფიკაციო ნომერი და ლოგო და სახელი კი არ არის. პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური გაერთიანება. პოლიტიკური გაერთიანება დგას იდეაზე, დგას თანამოაზრეობაზე, დგას კაფიო შეთავაზებაზე და ხედვაზე. ნახეთ, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ადამიანები არჩევნებში შეიძლება დაინიშნოს გაზაფხულზე. შენ მეუბნები, რომ შეიძლება ამ არჩევნში ხირდეს მონაწილეობის მიღება და თუ ეხლა არ გექნება ეს ყველაფერი რაც ჩამოთვალე, ვერ მიიღებ მონაწილეობას. ხო, ამიტომ ჩემი ამოცანა ჯერ რეესტრში გაქცევა კი არ არის და რაღაცის რეგისტრაცია. რეესტრის გარეშე შეიძლება ხო, ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს, ამიტომ ამბობ, რომ სულ ბოლოს არის ეს რაღაც ფორმალისტური განაცხადება. ჯერჯერობით თუ არ იმ ეტაპზე, რომელიც აბსოლუტურად არ უყურებს რაღაც ფორმალური პარტიის დარეგისტრებას, არავის არ უნდა ეგონოს, რომ ამ გაუქმების დაანონსების პირობებში მე რაღაც შესაძლებლობას ვხედავ იმაში, რომ რაღაც ახალი პარტიები გაჩნდნენ სოკოებივით. არანაირად მე მგონია, რომ ჩვენ საზოგადოებას ახალი პარტია და ნომერი კი არ უნდა შევთავაზოთ, უნდა შევთავაზოთ პოლიტიკის კეთების ახლებური ხედვა, ახლებური სტრატეგია, ახალი ხალხი, ახალი თაობის ძლიერად კონცენტრირება ერთი იდეის გარშემო და ეგ არის ის, რაზეც მუშაობ თანამოაზრეებთან ერთად და ნამდვილად მაქვს იმის სურვილი, რომ სწორედ ეს ახალი პოლიტიკური შეთავაზება გავაკეთოთ და მე ეს შეთავაზება რა ფორმას მიიღებს, იქნება ეს არჩევნები თუ იქნება ეს ნებისმიერი სხვა ტიპის სტრატეგია, ამას საზოგადოება დაინახავს.
მე კიდევ ერთხელ ამბობ, რომ ნამდვილად არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, ვინც ასეთი ხელაღებით გამორიცხავს მომდევნო ისეთ არჩევნებში მონაწილეობას, რომელზეც დამოკიდებული არის ხელისუფლების ცვლილების ბედი და არ უნდა აგვერიოს ეს შესაძლო საპარლამენტო არჩევნები ადგილობრივ არჩევნებში, რომელზეც ხელისუფლების ცვლილების ბედი არ იყო დამოკიდებული. ამოცანა უნდა იყოს, რომ არ ააღებინო ხელისუფლებას საკუთრებულობა. საკურველია. ამოცანა უნდა იყოს ხელისუფლების ცვლილება. ხო, მაგრამ უნდა არსებობდეს პროგრამა მაქსიმუმი, უნდა არსებობდეს პროგრამა მინიმუმი და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყოს ცუდი, არახელსაყრელი და ყველანაირად მავნებლური გარემო რაღაც არჩევნებში მონაწილეობისათვის, ჩვენ უნდა შევჯერდეთ იმაზე, რა შეიძლება მოქონდეს მონაწილეობას და ნამდვილად შეიძლება მოქონდეს მინიმუმ ის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ავაღებინოთ და ამავდროულად შეიძლება ეს ნიშნავდეს იმას, რომ ჩვენ მათ შორის ქუჩის პროტესტს და წინააღმდეგობას დაუკავშიროთ ეს პროცესი და უფრო ფართო სურათში დავინახოთ ნებისმიერი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩაინიშნება. გასაგებია, მადლობა დიდი. სალომეძე იყო ჩვენი სტუმარი და განაცემის ბოლოს კვლავ ჩვენს კორესპონდენტ სალომე ჯაფარიძეს უბრუნდებით რუსთაველის გამზირზე, როგორც ვიცით, ერთი ადამიანი დააკავეს სალომე. ისინი რა ხდება ამ დროისთვის, მაგრამ დიო, წამა ფოსორატ რუსთაველის გამზირზე აღარ არის უკვე პროტესტი, მოძრაობს. მე რა თქვენ ახლა ხედავთ მთაწმინდის მდებარე ტერიტორიას, სადაც რამდენიმე წუთის წინ მოვიდნენ სამართალდამცავები, ლაშა ჯოხაძე მოუწოდა მოქალაქეებს, რომ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი და ამის შემდეგ უკვე როგორც ხედავთ, საპოლიციო ძალების მობილიზების შემდგომ მოქალაქეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სწორედ ასე ამ გზით ჩამოსულიყვნენ ქვედა ტერიტორიაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ახლა სხვადასხვა ქუჩა გადაიკეტება მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამ გზას გავყავართ წესით რუსთაველის გამზირზეც. რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ აქციის მონაწილეები გაჩერებულები, ასევე გავრცელდა ინფორმაცია და თავად სამოქალაქო აქტივისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დავით გუნაშვილი არის დაკავებულთა შორის, ანუ ქეთევან ხუსკივაძე, დავით გუნაშვილი, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გოგა მემანიშვილმა დაადასტურა ქეთევან ხუსკივაძის დაკავების ფაქტი, თუმცა ჯერჯერობით უწყებას ოფიციალურად არ უთქვამს დააკავა თუ არა დავით გუნაშვილი. ეს ინფორმაცია ადგილზე გავრცელდა, რომ ორი დემონსტრანტი, ორი აქციის მონაწილე დააკავა უწყება. აი განახებთ რა ხდება ახლა, ვანახოთ რა ხდება ზედა ტერიტორიაზე, როგორ რამდენი რა გზით მოდიან მოქალაქეები, მათ შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები. დღევანდელი საპროტესტო აქცია წესით უნდა ყოფილიყო მსვლელობა მელიქიშვილის გამზირის გავლით რუსთაველის გამზირამდე და ერთგვარი მხარდაჭერა გამოეცხადებინათ დემონსტრანტებს და აქციის მონაწილეებს მათე დევიძისთვის, ახალგაზრდა ბიჭისთვის, რომელიც დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუსტად 1 წლის წინ საპროტესტო აქციაზე, თუმცა ვერ მიიღო ის სახე პროტესტმა, როგორც იყო დაგეგმილი, რადგან ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მისცა შესაძლებლობა აქციის მონაწილეებს იმისა, რომ მელიქიშვილის გამზირი გადაკეტილიყო. ამის მიზეზად დასახელდა მათ შორის ის, რომ შესაბამისი რაოდენობის მოქალაქეები არ იყვნენ ადგილზე მობილიზებულები და მოსულები. ხედავთ, რომ დემონსტრაცია გადადის უკვე რუსთაველის გამზირისკენ, დღეს განსხვავებული ფორმა ჰქონდა საპროტესტო აქციას, რადგან თავის მხრივ დემონსტრანტები სხვადასხვა ქუჩაში ექსპრომტად გადაადგილდებოდნენ, გიყვებოდით ამის თაობაზე პირდაპირ ეთერში და არც ახლა არ იცვლება პროტესტის ეს ფორმა. დიდი ალბათობით საპროტესტო აქცია უკვე გაგრძელდება რუსთაველის გამზირზე. გავყვებით ჩვენს მსვლელობას, ბუნებრივია და მოგიყვებით თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დემონსტრანტები. ჯერჯერობით, როგორც გითხარით, ცნობილია ფაქტი იმის თაობაზე, რომ ქეთევან ხუსკივაძე, აქციის მონაწილე ლექტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი არის დაკავებულთა შორის და რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქტივისტი დავით გუნაშვილიც არის მათ შორის დაკავებული. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დემონსტრანტები, მე რა რთულია წინასწარ პროგნოზირება გადაწყვეტილებების, რომელსაც იღებენ თავად აქციის მონაწილეები. შესაბამისად უცნობია ჯერჯერობით ერთი რაც დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ დემონსტრაციას კვალდაკვალ მოჰყვება შინაგან საქმეთა სამინისტროც და წარმომადგენლები მათი აკურდებიან მთელს ამ პროცესებს. ნახოთ ჩვენ ვცოლოდებით მოქალაქეებთან ერთად იმ გადაწყვეტილებას, რომელიც დიდი ალბათობით რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი.
ლომა ეს იყო სალმე ჯაფარიძე, ჩვენი კორესპონდენტი. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა 360 გრადუსი. მე გეშლებით ხვამდე, ხვალ 7:30-ზე შევხვდებით ერთმანეთის გადაცემაში რეზიუმი.